ის სიღრმეა, რომლის აუცილებლობა ჩანდა ისტორიის მანძილზე. უბრალოდ ისტორია სკოლაში ვსწავლობდი სიღრმის გარეშე. რომ ეგეთი ფაქტი მოხდა რა. რომ იქ ვიღაცამ გავიდა და ჩინგისხანთან მევიდა, უთხრა რომ იცით რა. მე ვარ თქვენიანი, ესენი არიან მტრედი. ესეა ისიც. იმ ნათლი მამაში რო არის რა, ის რაღაცას ელაპარაკება, შვილი რო გამოხდება და ნარკოტიკები როგორ არა კარგია და მე ამას მოკლავენ რა პრინციპში. ო, მაგრამ მე დავიწყოთ თუ როგორ გავაკეთოთ, ხო? დავიწყოთ, კი ბატონო. მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩვენს ტრადიციულ პოდკასტებს, ასევე ტრადიციულად წარმოგიდგენთ ვასილ მაღლაფერიძე და მე გიორგი გიმრაძე და ჩვენი სტუმარი იქნება ბატონი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი. მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ და პრინციპში ისე ვთქვათ, ამ ბოლო დღეებისგან ვთქვათ, საკითხებს შევეხოთ, ბოლო დღეებში გააქტუალურებულ საკითხებს შევეხოთ. პირველი ალბათ უნდა დავიწყოთ საუბარი იქიდან, რასაც პრემიერის ღია წერილი ქვია, ამერიკის პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის მიმართ მიწერილი წერილი. რა თქმა უნდა, ეხლა ინსინუაციებს რა დალევს ამ წერილთან დაკავშირებით, მაგრამ მოდი ალბათ დავიწყოთ ესე, როგორც პარტიის წარმომადგენელი, როგორც გუნდის წარმომადგენელი, რა არის мотиваცია ამ წერილის, იმიტომ რომ რაც წერია, ეხლა წავიკითხეთ, მაგრამ мотиваცია მოლოდინია, რომ რა სიზავს ეს წერილი. რეალურად რა არის, იცით, ნებისმიერი საკითხი სანამ წერილს და უშუალოდ ამ წერილის შინაარსს მივადგებით რა. რეალურად ნებისმიერი თემა, წერილი იქნება ეს, მოქმედება იქნება კონკრეტული განცხადებები, რეზოლუციები, ნებისმიერი საკითხი არ შეიძლება ცალკე განვიხილოთ კონტექსტიდან ამოღებულად. ეხლა კონტექსტს იმხელა კონტექსტმა იმხელა მასშტაბი შეიძინა, რომ ნებისმიერი გადაცემის ან პოდკასტის თქვენი საინტერესო ფორმატის აი ამ ფორმატში დისკუსიებისას ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე თუ რა ხდება, რა პროცესები მიდის მსოფლიოში და რამ განაპირობა საერთოდ ამ წერილის აუცილებლობა. წერილის აუცილებლობა უპირველეს ყოვლისა განაპირობა იმ სიტუაციამ, რაც შეიქმნა. და არა ვიღაცას მოვაფიქრდა, რომ მოდი ესე წერილი მივწეროთ პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი. ერთ-ერთი ეს ორი ფიგურაა, რომელიც დღეს საკმაოდ ინტენსიურად და საკმაოდ ხშირ შემთხვევაში მოულოდნელობით ახსავს რაღაც გადაწყვეტილებებს ღებულობენ და გამოდიან აი როგორც პროპაგანდის სივრცეში, ასევე კონკრეტული ქმედებების თვალსაზრისით არის ნაკრები გარკვეული ფასეულობებისა, როგორც არის ოჯახური ფასეულობა მაგალითად, ტრადიციის პატივისცემა, ბნელი კონსპირაციის წინააღმდეგ ესეთი სერიოზული გალაშქრება, განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ რელიგიური თემები აქ არ უნდა იყოს მეორე პლანზე გადაწეული და არსებობს ღმერთი, რომელიც ამას ყველაფერს უყურებს, განაგებს და შესაბამისად იმ ადამიანებსაც უნდა კონდეთ გარკვეული პოლიტიკის გარდა, გარკვეული მორალური თვისებები, რომელიც პოლიტიკის მართვას ჭირდება. აი ამ ვითარებას როცა ვაანალიზებთ, რასაკვირველია ძალიან ბევრ საერთოს ვხედავთ. რაც საერთო არ არის, ეს არის რესურსი. რაც საქართველოს გააჩნია და რაც სახელმწიფო ამერიკის შეერთებულ შტატებს გააჩნია, ეს არის ცალ-დედამიწა შედარებაც არ შეიძლება უშუალებელი რესურსი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს გააჩნია და წლების განმავლობაში, რასაც ჩვენ ვამბობდით, იმის რეალიზაციის აშკარა პერსპექტივა გამოჩნდა. აქედან გამომდინარე მოლოდინი იმისა, რომ საქართველოს მიმართ ყურადღება იქნებოდა გაცილებით უფრო ინტენსიური და პოზიტიური, რასაკვირველია, არსებობდა და ჯერაც არსებობს, რასაკვირველია. აი ამ მოლოდინების რეალიზაციას ემსახურება ეს წერილიც. იქ შინაარსთან დაკავშირებით შეიძლება ვიმსჯელოთ, იქ საყვედურიც არის, მაგრამ საყვედურთან ერთად ნათქვამია და ჩამოთვლილია ის მახასიათებლები, რომელიც ქართულ პოლიტიკას გააჩნია 2012 წლის შემდეგ.
აქედან გამომდინარე ეს უჩვეულო საქმიანი ურთიერთობა ან მიმოწერა თუნდაც ღია წერილის გამოქვეყნება უჩვეულო ჩვენი საზოგადოებისათვის არის ის სიახლე რომელსაც ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ რა საქართველოს თავს იცავს მოდი ესე ვთქვათ უჩვეულო ახსენეთ და მართლაც უჩვეულო ხა ღია წერილებით ლიდერების ურთიერთობა არ არის ხოლმე რაღაც ესეთი არ არის ხშირი მინიმუმ ხშირი არ არის ეს ფორმა რო რაღაცა ღია წერილით მიმართო და თან ამ ღია წერილში პირდაპირ არის ნათქვამი რომ დახურული წერილიც არსებობს ახლა ღია წერილი არსებობს იმიტომ რომ საზოგადოება მიცოდეს რა შეასაკ კი ბატონო მანდეთ მინდა რაღაცნაირად რო წავიდეთ ანუ თქვენი შეფასებით რატო არ გამოიწვია დახურულმა კომუნიკაციამ შედეგი ამ ხნის განმავლობაში რატომ არ მივიქციეთ ყურადღება რომელიც ლოგიკურად აი წერილშიც წერია რომ წესით უნდა მიექცია თქვა ახალ ადმინისტრაციას ბევრი თანხwebdridan გამომდინარე რომელიც წერილშია მოყვანილი უნდა მიექცია ყურადღება საქართველოსთვის მაგრამ არ ჩემ გასხვავებულას დავაფიქსებ რომ მე არ მგონია რომ არ მოგვაქციეს ყურადღება და დუმილი მაგითო იყო მაგრამ მას ეგ ცალკე თემა მე მგონი საინტერესოა ეგ ცალკე იმას შევხედოთ რომ დუმილი რას ნიშნავდა მაგასაც შევხედოთ მაგრამ მთლიანობაში ანუ რატო გახდა ბოლოს საჭირო ღიად გამოტანა ამ საკითხისა და ანუ შესაბამისად იმისა რომ საჯაროდ არსებობდა უბრალოდ დახურულად არსებობდა კომუნიკაცია და ამან შედეგი არ გამოიღო და ამიტომ წავედით ღია ჩვენ შეიძლება ვიმიჟელოთ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციის ის რესურსი ის დონე არა გვაქვს რომელიც დიდ სახელმწიფოებს გააჩნიათ ჩვენ რაც უნდა ლოგიკურად ავხსნათ ის რასაც ვასიკო ლაპარაკობს ამ წუთში რომ ეს არ არის რომ ყურადღებობამ გამოიწვია ეს დამოკიდებულება მაგრამ შეხსენება იმისა რომ ჩვენ ამას ველოდებით და გაცილებით უფრო ადრე ველოდებით მხარდაჭერას და პოზიტიურ განვითარებას ვიდრე დღეს ხედავთ იმ რეალობასთან შედარებით რაც დღეს გვაქვს ესეც არ არის გასაკვირი მაგრამ მოდით აი ორივე პოზიცია რაც მე არა ვარის თქვენ შორის ასთა სხვაობას რაღაცა გარკვეული შეფასება მივცე მაგრამ ალბათ ერთიც მართალია და მეორეც უპირველეს ყოვლისა მაგრამ მაინც ვასიკოს აზრისკენ ვიხრები იცი გადავხედოთ რა ხდება საქართველოში დავარდებოთ რეგიონს ჯერჯერობით თავი საქართველოში ხდება ის რომ 20% ოკუპირებულია ტერიტორიების და ბოლო პერიოდში თითქოს ამასთან დაკავშირებით არანაირი განცხადებები ყოველ შემთხვევაში თემები არც ერთი მხრიდან არ წამოიწევა ისიც ჩვენ თუ ვახსენებთ და ინტენსიურადაც ვამბობთ ამას რომ ტერიტორიები ოკუპირებულია მაგრამ თავარი თემა არის ის რომ საშიშროებას ქმნის არა მარტო ოკუპაციის ფაქტი როგორც ასეთი არამედ ის სამხედრო ობიექტები რომელიც განლაგებულია ამ ტერიტორიებზე და ჩვენ ვამბობთ ხოლმე ხშირად რომ 40 კილომეტრით არის დაშორებული რუსეთის შენაერთები თბილისიდან რაც მე ვფიქრობ რომ მეორე ხარისხოვანია იმასთან შედარებით რაც არის თქვათ რამოდენიმე ასეული მეტრშია სამხედრო შენაერთი და საკმაოდ მძლავრი იმ სტრატეგიული კომუნიკაციებიდან რომელიც საქართველოს სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენს რა ეს იქნება გაზგაყვანილობა ეს ნავთობსადენი თუ ხო მაგით და სატრანსპორტო მაგისტრალი რკინიგზას რომ თავი დავანებოთ ხო ერთხელ ნახეთ ხო ეს ხო ეს ფრენებიც ხო არსებობს და უამრავი სხვადასხვა თემა მექანიზმია რომლითაც რუსეთს შეუძლია დაგაზიანოს და აბსოლუტურად არ იფიქრებს არც წარსულზე არც ჩვენი პოდკასტზე და საინტერესო საუბრების თემა მისთვის არ არის საინტერესო თუ კი გადაწყვიტა რომ გლობალური ამოცანების შესასრულებლად მას ჭირდება გარკვეული მოქმედებების გაკეთება საქართველოში მაგალითად ზღვის კარიბჭის დახურვა და გაუქმება ისე რომ ასე თუ ისე განაპირობოს უფრო მეტი ვთქვათ უპირატესობა თავისი საკუთარი პორტების ან გააკეთოს ისე რომ საქართველოს დასავლეთმა და აღმოსავლეთმა ერთმანეთთან კავშირი ვერ ნახოს ან აიღოს და რამოდენიმე სტრატეგიული
პროდუქციის მოწოდება შეგიწყვიტოს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ იმ გასადენსაც აქვს გაცილებით უფრო მეტი რესურსი, ვიდრე იყენებს, ხო, რაღაც 6 თუ 7 მილიარდი კუბომეტრი გაზი მიედინება ყოველ წელიწადს, როცა 30 აქვს თუ 25 მილიარდი კუბომეტრის გატარების საშუალება აქვს. ალტერნატიული დერეფანია მისთვის. რა ემოციური კავშირიც არ უნდა კონდეს, რაც უნდა განცხადებები გააკეთოს, რაც უნდა თემები, აი პიროვნული თემა იყოს ამასთან სასპეკულაციოდ წინ წამოწეული. რასაკვირველია რუსეთისთვის თავარი არის მისი ეროვნული ინტერესი. ეხლა ამ ეროვნულ ინტერესებს ცოტა ფართო ის მივცეთ რა. ეს ხო არ არის მარტო საქართველო. ეს არის რუქაზე თავარი თემა, თქვა, უკრაინის მიმართულება. მაგრამ უკრაინის მიმართულება ეს არის სამხედრო დაპირისპირების გარკვეული უშუალებელი ფრონტი 2500 კილომეტრზეა. გადაშლილი თუ იქ რუსეთს ამდენი ხანი ომი ჭირდება რომ რაღაც უპირატესობა მოეპოვებინა, საქართველოში ამას რამოდენიმე საათში განახორციელებს. ჩვენ ჯარისკაცებს აკლია თუ აშკაცობა და შიჩაუკი, არა? არც თრნა არ გვაკლია და არაფერი, მაგრამ რეალურად თუ მას დაჭირდა გლობალურ თამაშში, პატარა მოთამაშე მისთვის არაფერს არ წარმოადგენს. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ რუსეთი ასეთ მდგომარეობაში, ხო? ეხლა რუსეთთან ურთიერთობის თემა დასავლეთისთვის არის საკმაოდ არაერთგვაროვანი. დასავლეთს ვამბობ კოლექტიურს, თორე ევროკავშირს სხვა დამოკიდებულება და გეგმები აქვს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. ევროკავშირის შიგნით ქვეყნებს არ აქვს ერთგვაროვანი დამოკიდებულება. ასევე და მე არ ვლაპარაკობ, რომ ეს მხოლოდ უნგრეთს ეხება. მე არ ვლაპარაკობ კი არა, ფაქტები არ ლაპარაკობენ. ჩინეთის თემა, უშველებელი თემა, რომელთანაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა ამ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დარეგულირება. და რეალურად ისეთი სიტუაცია იქნება, რომ ჩვენ ვართ ერთი მცირე სეგმენტი ამ დიდ დაპირისპირებაში, უпростоეთ, მოდი ოპტიმისტურად ვთქვათ, რომ დაპირისპირება დღის წესრიგი დაპირისპირებისა იცვლება, ვთქვათ, მოლაპარაკების დღის წესრიგით. მაგრამ ეს ხო არ არის უკვე მწვანე შუქზე გასული, არა? ეს არის რაღაცა გარდამავალი პერიოდი. ამ გარდამავალ პერიოდში ამოცანა, რომელსაც თავის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ასრულებს ამერიკის შეერთებული შტატები და ამოცანა, რომელიც ასრულებს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე რუსეთის ფედერაცია, ერთმანეთში ჯერ არ არის იმდენად თავსებადი, რომ იქ საქართველოში, სადაც რუსეთის ჯარი დგას, იყოს აქტუალიზირებული იყოს გარკვეული თემა. არც გარანტიები ჯერ არის პირველი რიგის ამოცანა, მეორე, მესამე რიგის ამოცანა, მაგრამ ეს იმათი გადმოსახედიდან. ეს მოვყევი იმათი, მე ადვოკატობას კი არ უწევ. სიტუაციას. მე ადვოკატი ვარ ჩემი ქვეყნის. ხო და აქედან გამომდინარე აი ამ პროცესის დაგვიანება, იმ ინტენსივობით არ განვითარება, კიდე სხვა ლოკალურ პრობლემებს წარმოშობს აქ. მაგალითად, მიღებული აქტი, რომელსაც მეგობრის აქტი ერქვა სავსებით ცინიკურად, გამოყენებულია როგორც ბერკეტი შიდა რაღაც პროცესებისათვის იმ ადამიანების მიერ, რომლებიც გუშინ მე სიტყვებს ვერ გავიმეორებ, იცი, არ უნდა აკადრო. ადამიანს თუნდაც პოზიტა უჭერდე მხარს იმ სიტყვებს ის სიტყვები რომელსაც იყენებდა მაგალითად მოწინავე აი ამ ოპოზიციურ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ ფლანგზე სააკაშვილის გუნდი მაგალითად ან სააკაშვილისგან მოსხლეტილი ახალი რო დაირქვეს და ვითომ ნაცები რო აღარ არიან ამის გუნდი ესენი არიან ლიდერები ხო ამათ მაიღეს ყველაზე მეტი პროცენტი არჩევნების დროს და სალომე ზურაბიშვილი რომელიც ღიად ამბობდა როიტერთან ინტერვიუში 28 ოქტომბერს არჩევნების მესამე დღეს რო მოხდა გაყალბება არჩევნების და როცა კორესპონდენტმა კითხა რომ კი მაგრამ რითი ადასტურებთ ამას რომ რუსეთი შემოიჭრა ამერიკულ ელექტრონულ სისტემაში და იქ ვიღაცა რუსი FSB-შნიკი იჯდა იმაში და ცვლიდა
შედეგებს, ხო შეუძლებელია, აქ ხო თან ინტერნეტთან არ არის დაკავშირებული. ამან უპასუხა, რომ ჩვენო ვერ ვამტკიცებთო ამასო, მაგრამ ზუსტად ვიცითო. მაგალითად, ვერც თქვენ ვერ ამტკიცებთო, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებშიო თქვენ ვერ ამტკიცებთო, არჩევნები რო გაყალბებულია. ჩვენ როგორ რა საშუალება გვაქვს ოპოზიციაში რომ დავამტკიცოთ. ეხლა იმ სიტყვებს აღარ ვიმეორებ, რაც გვარამიამ სააკაშვილმა სხვებმა ტრამპის მიმართ გამოთქვეს, ხო? ეხლა ჩვენ ამას რო უყურებთ, სტანდარტი, ორმაგი სტანდარტი ეგ სიტყვა მოდის წინ. სხვა ტერმინოლოგია არ მოგვიგონია ჯერჯერობით. ამასთან დაკავშირებით ფიქრობ, რომ საჩქაროა, გვეჩქარება, რომ აი ამ კავკასიაში ეს ვითარება დარეგულირდეს. განა იმიტომ რომ მარტო საქართველოში დარეგულირდეს. იდეა რა არის? რატო გვედავებიან და რატო გვაჯანჯღარებენ და რატო უნდათ რომ ეს ხელისუფლება შეიცვალოს ძალისმიერი მეთოდით, ვირაიდან არჩევნებით ვერაფერს ვერ მიაღწიეს ამდენი ხანი. ჩამოვიდნენ საგარეო საქმეთა მინისტრები. უკაცრავად რომ ვიმეორებ, იმიტომ რომ თქვენ ინტელექტუალური საზოგადოების ის ნაწილი გიყურებთ, ვინც ეს პროცესი კალენდარულად იცის როგორ ხდებოდა. მომხრეებიც მოწინააღმდეგეც ყველა მიცის. საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოვიდნენ. პარლამენტარები ჩამოვიდნენ და პირდაპირ რა ორაზროვნების გარეშე მოუწოდებდნენ იმისკენ რომ აქ უნდა იყოს შეჯახება ისეთი როგორიც ბედანზე მოხდა უკრაინაში. ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა ეს კიდე ცალკე თემაა ახალგაზრდების თემა. არც იცის რა მოხდა უკრაინაში და როგორ განვითარდა მოვლენები, ხო? ეს ამას რო აკეთებს, ამ გადაწყვეტილებას ღებულობს გარკვეული ინტერესებიდან გამომდინარე, რომელსაც დღეს უკვე ღიად ლაპარაკობენ ბალტიისპირელები. რომ კავკასიაში თუ ატყდა ეს საქართველოს არ ეხება მხოლოდ. საკმარისია საქართველოში რაღაც პროცესები დაიძაბოს, ამას უყურადღებოთ არ დატოვებს არც ერთი მხარე, ვინც ამ რეგიონშია. თურქეთი. ირანი, რომელიც აი აქ ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით კაცრ პოზიციას იკავებს და სომხეთთან აგერ ერთობლივი სამხედრო ცვლილებით ჩაატარა. ეხლა დასკვნებს თქვენ თვითონ გააკეთებთ, მაყურებელზე ვამბობ. ხო, აქედან ამ დროს სტრატეგიული პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატებისათვის სომხეთი. წარმატებას უსურვებს ჩვენი მეგობარი ერია, მაგრამ იქ აზერბაიჯანის და თურქეთის ინტერესებს თუ ეს გადაეკვეთა. რასაც პატარა ნაპერწკალი უნდა და ეს ნაპერწკალი საქართველოში უნდა გაჩაღდეს. ესეთია გეგმა. ამას ვერ გააკეთებენ იმ ხელისუფლების პირობებში, რომელიც არის. აქედან გამომდინარე, თქვენ ხო არ გონიათ რომელიმეს ან ვინმეს ან მაყურებელს ან წამყვანებს, რომ ვინმეს ჯერა, რომ თქვა სალომე ზურაბიშვილი ან ელენე ხოშტარია სახელმწიფოს მართვის ისეთ სისტემას შექმნიან, რომელიც აყოვებს ჩვენ ქვეყანას. არამც და არამც. უბრალოდ უყურებენ მარიონეტობის ხარისხს. რამდენად შეუძლიათ, რამდენად ძლიერები არიან მარიონეტობაში ეს ადამიანები. და ეხლა ესენი ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომ დაანახონ გარეთ, რომ მე უფრო ძლიერი მარიონეტი ვარ, მე მეტი ზარალის და ტკივილის მოტანა შემილია, მე მეტი დესტრუქცია შემილია, ვიდრე მეორეს, ვიდრე ამას. ეს კონკურენციაც ჩვენ თვალწინ ვითარდება. ასეთ მდგომარეობაში რომ არის საქართველო, პერსპექტივაში რომ ეს არა მარტო საქართველოს, არამედ შეიძლება ფართო რეგიონს შეეხოს, აქედან გამომდინარეობს ის ღია წერილიც, რითაც დავიწყეთ ჩვენ საუბარი. მე მინდა რომ შენ რა პოზიციასაც ამბობდი წეღან, იმ პერსპექტივასთან მივიდე და ჯობია რომ შენ თქვა უკეთესად. მე მგონია რომ ამ ნაწილში დიდი კამათი ჩვენ არ გვექნება. ხო. და გიამ ძირითადად ეს ჩამოაყალიბა და თქვა, ხა რაზეა? საქართველოსი ვარ ჩვენ უყურებთ ზედაპირზე გამოტანილ ერთის მხრივ თითქოს ძალიან დიდ ინტერესს, ხო, ჩვენი ბედით ესე დღე არ გადის, რომ ისედაც კი დაფიქრები ადამიანი, რომ ეს მესმის რომ გული შესტკივათ, მაგრამ ასეც ხა დილა საღამოს ბალტიისპირეთი მაინც ესე ვთქვათ უცნაურია, იმიტომ რომ ჩვენ ევროპელებისგან განსხვავებით დიდი ისტორია გვაქვს, უფრო ვიცნობთ ხო ბალტიისპირელებს, ხა ყოფილი ვართ რაღაც და არ იყო ესეთი დიდი ინტერესი ბალტიისპირეთში ჩვენს ვარ. ხო, ჩვენგან უფრო მეტი იყო ინტერესი იქით, ვიდრე აქეთ. აიცი რა ეს უინტერესობად ბოდიში რომ გაგაწყვეტინე. ინტერესის არ გამოხატვა არის ინტერესის გარკვეული ფორმა. ეს უნდა მაგიბინა გითხრა, იმიტომ რომ
მაგალითად, რო ვთქვა, ფაქტებს გეტყვით უბრალოდ, რომ ისაც 2008-ში რო ჩვენ დაგვემართ არც ბალტიისპირეთიდან, არც სოფლიოდან, ჩვენ არ მიგვიღია ყურადღებიც იმის მიასედი ვთქვა, ახლა მე 80-ედი როგორც გინდათ, მაგრამ არ მიგვიღია მსგავსი არაფერი ყურადღება, რაც ვთქვა დღეს ჩვენ ვიმსახურებთ. დემოკრატიას თუ იტყვის ვინმე, რომ დემოკრატიის ხარისხით არის შეწუხებული, ეს ძალიან თვალში ნაცრი შეყრა იქნება, იმიტომ რომ ის პერიოდი, რაც ჩვენ ახლა გავიდეთ, რაც გინდა ამ პერიოდზე, რაც ილაპარაკე, როგორც ანუ ილაპარაკე, დემოკრატიის ხარისხით თუ ის მოგწონდა და დემოკრატიის შუქურად აცხადებდი, ცხადია, რომ აქაც წააგებ ამ საუბარს. ახლა, იმიტომ არ ვაბობ მოწოდები, მაგრამ ესე იგი კიდევ ერთხელ არის ეს ამბავი, ეს რა შედეგი იქნება, ეს კიდე ცალკე თემაა და ეს გონია რომ საფიქრალია, მაგრამ საპარლამენტო კომისიაზე გინდა არ გინდა რომ უსმენ ხოლმე თვები ხალხზე გიდგება თითქოს კი რაღაცა იცოდი, მაგრამ თითოეული ადამიანის მიმართ რომ ესე მოიქცევი, აღარ ვიტყვი იქ რაღაცას. ის უკვე ცალკე დიდი მსჯელობის საგანია, შეიძლება ჩვენ ერთად უნდა დავდუმდეთ და ვიფიქროთ იქ რა გვჭირს. მე თვალჩეს უყურებ რომ მქონდა მე გუშინ საუბარი ესე გადაუხვევდა ადამიანები ცდილობენ რომ ამას არ მოусმინონ, იმიტომ რომ ის ელაპარაკობს, ეს არ არის ხა პარლამენტის წევრი ამბობს, ვიღაც ადამიანი ყვება, რა უკნეს მის შვილს, რა უკნეს მის მეუღლეს, რა უკნეს როგორ მოკლეს და ასე შემდეგ. ანუ ეს ისთვის თქვი რომ ესეც ტყუილია. ეხლა ესე იგი რაღაცისთვის არის საჭირო გამახვილებული ყურადღება, მათ შორის ეს მე მაქვს ახლა უფლება ვილაპარაკო, ეს აბსურდული, იმიტომ რომ მოვყევი ამ სიაში ახლა რო გითხრათ რო გული გამისკდა არ გამისკდა გული და არ ვიცი ახლა ეს გავხარ სხვაში პირველი საქცია რო იყო და რო თქვი რომ არ მედარდებოდა ერთი ამავე ტექს არ თქვი არ გედარდებოდა რაღაცნაირად ხوارი რომ იმიტომ რომ ცოტა კომიკური მგონია თან იმიტომ მგონია რომ აი მეში რო იცოდე ხოლმე კლასში რაღაცა რო ხდებოდა და მოდი ხეს დავსაჯოთ ეს საჩვენებლად მჟიან მე უბრალოდ სხვა მაწუხებს რომ ქვეყანაში მორალური ის არის დაკარგული თუ რაღაც ნაწილს ეს უხარიათ და არ ვარგა ესეთი არამოქალაქეობრივი სოლიდარობა. არა მარტო უხარია სიებს ადგენს. სიებს არა ეს სიები ამას მოგახსენებთ ესეთი цаრავა ჩვენ არაიფერ ეს აქედან არის შედგენილი ექსია და სხვათა შორის თქვენ რო ახსენეთ ეს ყოფილი პრეზიდენტი ამჯერად უნდა გითხრათ მან დიდი წვლილი ითამაშა პერსონალურად. ხო შენობით მოიკლა თავი ძალიან მოინდომა იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია აქო საზოგადოებრივ მაუწყებლის წინააღმდეგო პროტესტი მიდის და ძალიან მნიშვნელოვანიაო თუ მოხდება ამ სიტუაციაში და მე კაი კიდე ჯანდაბას და სრულიად აბსურდია რომ დირექტორი მოხდა თუმცა ახლა ამბავი უნდა ვთქვათ რომ არჩევნები რომ მორჩა EUTOD-ის დასკვნა იყო რომ ეს არის ერთადერთი ტელევიზია გია რომელიც თქვენს რომ მიუკერძოებლად ხო აშუქებდა მოვლენებსო მე ყველა უკმაყოფილი სხვათა შორის ეს უნდა ვთქვათ ხა ესე თუ ამით უკმაყოფილები რომ ყველას თავის ტელევიზია აქვს და ჩვენ გამოვიდა და ეხლა კიდე ჩვენ ესე ვთქვათ კიდე მაგას გაუძლებთ მაგრამ ეს რატო იყო იცი გაგზელება ეს აქცირება შენ ახსენნა ეხლა იქა აი როდესაც მაედანი რომელიც ბევრმა არ იცის იქ რო იწყებოდა პარალელურად დაიწყო პირდაპირ შტურმი საზოგადოებრივ მაუწყებელზე შემოჭრის თელობა იყო ორჯერ ერთხელ შემოჭრაც იყო ასე შემდეგ და როცა აქ რაღაცა მოლაპარაკება იყო საუბრობდით იქ პირდაპირ უთხრეს დირექტორს და ხლუნა იცოდე რომ ერთი კვირა დირექტორმა უთხრა ამ რეჟიმით წავიდეთ რა ერთი კვირა უთხრა თქვენ ერთ კვირაში აღარ იქნებითო დამთავრებული სიტუაცია არის აქ მთლიანად იცვლება მთელი ვითარებაო და მთელი სქემა იყო და მთელი მოდელი აი ეს მოდელია და ნუ კაი არც ეხლა რატო გეუბნები და ამ ფონზე შეიცვალა ამერიკის ხელისუფლება თითქოს მე ამას თითქოს ცუდი გაგებით არ ვარ თითქოს იმას ამბობს ის ბევრ ნაწილში რაც საქართველოში ძლიერდებოდა და რაცაც თვალით ხედავდით მაგრამ არის დუმილი და დუმილი მე ესე მგონია ბასაგრა ინფორმაცია არ აქვს რა ჩვენ ესე მგონია რომ უცდის თავარი მოთამაშე სოფლიოსი ერთ-ერთი კი არა თავარი მოთამაშე როგორ დაალაგდება სიტუაცია იმის მიხედვით საქართველოში არა სოფლიოში მაგას უცდის როგორ დაალაგდება და როგორ მოინახება რომ როგორი პოზიცია დაიკავოს და ეს არის არა ჩვენთვის არამედ გრადუსის აწევა ეს სანქციებიც და რაღაც ესე შემთხვევით არის ძალო შენ გეუბნებიო და თუ პირიქით არის შენ გაიგონეო იმიტომ რომ აი ნახე რომ შეცვალეს მეგობარი აქტი აი რასაც ჩვენ ინფორმაცია გვაქვს ესე ჩინეთი და ის ამ დროს ყოველდღიურად გადავშლის ამ ინფორმაციას ეწყება აბა ესე ვქენი არა მოვილაპარაკე ერთ დღეს კარგია ჩინეთი მეორე დღეს საუკეთესოა მე ევროპისთვის დამისვავ აბა ისინი ვაჭრობენ თორე ჩვენ ან ჩინეთთან ან რას ვაჭრობთ ან რა ვშვებით მაგრამ აი რაღაცა დიდი გადანაწილება მიდის და აი ფიქრობენ რომ მე უნდა ითქვას მე მაგალითად რო გითხრათ ყოველგვარი მოკიბო შეგეტყვის საქართველოსგან ეს მე ველოდითკო ვერ გეტყვი მაგრამ
მომეწონა პოლიტიკური თვალსაზრისით, იმიტომ რომ გაჭრილს ჯობია გაჭრილი და უთხრა რომ მეც მინდა ახლა ესე არა ვარ მე გამკოჭოდა გილიოტინაზე რომელი მხრიდან ჩამოივლის ახლა გილიოტინა თუ ყვავილებს მომიტანა თუ ვარდებს მომიტანა მე ვიმსახურებ იმდენს რომ ითხრა და ნახე ერთ რამეს დავაბარებდია სოფლიოში მიდის დიდი სოფლიო ომი ხა ცივობს დავარქვებთ თუ ცხელობს დავარქვებთ თუ პოლიტიკური ომი გადანაწილება ცხელი წერტილებით ჩვენ გვინახეთ კი ბატონო ჩვენ გვინახია რომ დიდომში ხოლმე და მას მიჩვეულები ვართ რომ შეიძლება რომ ბატალიონი კი არა დივიზიაც გაწირონ საერთო ინტერესებისათვის ხომ ესეა ჭადრაკს ასე თუ ისე ბევრი თამაშობთ ხო ძალიან მიყვარს ხოლმე თქვენ და პაიქს რო თამაშობ პაიქს უნდა შეწირო ფიგურაც უნდა შეწირო საერთო მოგებისათვის აი ახლა გიამ კაი სიტყვა თქვა და მე საქართველოს ისა ვარ ჩვენ გაჩნია რა პოზიციიდან შევხედავთ თუ შევხედავთ რომ ეს ორი ვიღაცა შორის მიდის პარტია და ჩვენ ვართ ფიგურები კი ბატონო მაშინ არც ხმა უნდა ამოვიღოთ არც წერტილი არ უნდა ამოვიღოთ როცა ჩვენი დრო ან დედოფალში გავიყვანენ ან შევწირავენ და ყუთში ჩავ მაგრამ თუ ჩავთვლით და მე ერთხელ გითხარი შენ აქტივაში რომ მთელი საქართველოს ამოვიდო საქართველოს გამოაცხადა ის რაღაც ქვეყნება რომ მე არა ვარ ჭადრაკის დაფაზე ფიგურა მე თვითკმარი სიტუაცია ვარ და თუ წარმოვიდგენთ რომ მე ომში ყოფილა ბატალიონი თუ თვითონ დაიწყებს გადაწყვეტას ბატალიონი სხვანაირად მოიქცევა და არ იტყვის რომ მოდი ახლა მე იმ ბატალიონის გამო მე შევეწირო ამ სიტუაციას აი ეს მიდის ახლა ჩვენი ამბავი და უკმაყოფილება ჩვენს მიმართ ეს არის ხოლმე ამის უკან ეს ჩანს თუ დიდ თამაში ჩვენ თუ გადავწყვიტეთ რომ რაღაც მარჯვენა ფრთიდან ან შუა დერეფანში შეუტიოთ და შენ გაგცვალოთ და ჩვენ სამაგერო დიდი გამარჯვება მოიპოვოთ შენ ამის წინააღმდეგ როგორ შეიძლება იყო აი ეს არის მთელი ეს ამბავი ეს დუმილი ეს მგონია მე კი ბატონო მოდი ესე ვთქვათ ნუ დუმილი ერთის მხრივ მე მგონი მაინც აქვს მაგას თავისი ობიექტური საფუძვლები რაც ილაპარაკეთ იქ უკრაინის საკითხია იქ ახლა ახლო აღმოსავლეთის თემა რაღაცა ჩინეთთან ურთიერთობები არავინ მოიცალა კავკასიისთვის მოკლედ ესე რომ ვთქვათ რა არ არის ეგრე მგონია რომ ნუ ყოველ შემთხვევაში ესეთი აქტუალური არ არის კავკასიის საკითხი როგორც ეს საკითხები იყო ახლო აღმოსავლეთი მისთვის სერიოზული პრობლემა იყო სუეცის არხს კარგავდა, ვერ აკონტროლებდა, ტვირთები ვერ დადიოდა და რაღაცა რამდენიმე მილიარდი დახარჯეს, რომ ჰუსიტების რაკეტები გაენეიტრალებინა და ორი ისე რომ F-12 ჩაუვარდათ წყალში. სერიოზული პრობლემა იყო იქ სუეცის არხში კონტროლის დამყარების თვალსაზრისით ამერიკელებისთვის ახლა. როგორც არ უნდა შევხედოთ კავკასიაში ეს პატარა ტრანზიტი როგორ გაეწყობა და ასე შემდეგ ბევრი არაფერი არ არის თუ შეხედავ სუეცის არხის პოტენციალს, ხო და მნიშვნელობას გლობალურ ვაჭრობაში მაგალითად. ნუ მოკლედ რაღაცა აქედან გამომდინარე. ეხლა დადგა ფაქტი, რომ მივწერეთ. და აქ ორი საკითხი შემოდის ჩემი აზრით. ერთი რომ რა მოლოდინი გვაქვს, ანუ რას ველით გასაგებია რომ ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ამ წერილზე მაქსიმუმ რაც შეიძლება მოხდეს მისთვის ამ წერილის შესახებ ინფორმაციის თვალსაზრისით ეს არის ბრიფი რომელსაც მას შეიძლება შეუტანონ რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ესეთ წერილი მოგწეროს. მთელი წერილი მის ხელში არ მოხდება, ხო? არ ხდება ამერიკის პრეზიდენტია ესე რომ ვთქვათ. რა პატარა ბრიფი შეიძლება შეუტანონ და აქედან გამომდინარე გაიგოს. იდეალურ შემთხვევაში შეიძლება ვიცე-პრეზიდენტმა წაიკითხოს. იდეალურ შემთხვევაში. რა გამოხმაურებას ელოდებით იქიდან? აი რა უნდა გააკეთონ ახლა ამ ადამიანებმა ამ წერილის საპასუხოდ. უპირველეს ყოვლისა, სწორი შეკითხვა რასაკვირველია, მაგრამ აი არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ასე თუ ისე პოზიტივზე ვართ დაწყობილი, ხო? სულ ესე ვიყავით. 2019 წელს თქვენ გახსოვთ ტრამპმა გადაწყვიტა, რომ ყველა დასანქცირდება, ვინც საქართველოს ტერიტორიის მთლიანობას რაიმე სახით შეუქმნის საფრთხეს. ან აღიარებს აფხაზეთს, ან ცხინვალის რეგიონს, ან ასე შემდეგ. ჩვენ ამ თქვენარეობის დაბრუნება გვინდა. მეორე საკითხია თქვენ გახსოვთ ალბათ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა და რა ხა პრინციპში ყველა გავიმეორებთ და აგერ მოწინააღმდეგეც რო იждდეს ჩვენი ვერანაირად ვერ გეტყვის საწინააღმდეგოს. არც ერთი ნაბიჯი 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ არ გადაგვიდგია ისეთი რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესს უპირისპირდება. არა თუ უპირისპირდება ძალიან ბევრი ხელშემწყობი და სანდოობის ღირსი უნდა გავხდარიყავით, ხო? აქედან გამომდინარე ჩვენ დასკვნებს ვაკეთებთ,
რომ ხდება რაღაც ისეთი პროცესი, რაზედაც ვასიკო ლაპარაკობს, მიმდინარეობს ესეთი პროცესი და უკვე დროა, რომ ამ პროცესში გადმოიხედოს საქართველოსთან დამოკიდებულება პოზიტიურ კონტექსტში, ისეთ კონტექსტში, რომელიც გავიმეორეთ 1000 ჯერ. უტრირებას ვაკეთებ, რასაკვირველია. ფაქტ-ჩეკმა რო არ გამაკრიტიკოს. ერთად ვიბრძოდით. უშუალებელი კონტინგენტი ყავდა. ჩვენი ბიჭები დაიღუპნენ. და არა მარტო დაიღუპნენ, იქ უამრავი ადამიანი დასახიჩდა. და ეს არ იყო გაკეთებული მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვიღაცასთან თავს ვიწონებდით, არა? მხოლოდ იმიტომ არის ძალიან ცუდი სიტყვა. იმიტომ მხოლოდ სიტყვა არ უხდება ამას. ტრაგედია იმ ოჯახების არის ჩვენი საერთო ტრაგედია, ხო? საერთოდ სრემლი არ შემშრალა ჯერ იმ ოჯახებში, არა? ღირსეული პარტნიორები ვიყავით ყოველთვის და დღეს მზადა ვართ, რომ ეს ვიყოთ. იგივე მდგომარეობაში ვიყოთ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ თემას ჯეროვნად შეაფასებენ, რაც წერილშია ასახული და თუნდაც რეზოლუციაში, რომელიც დღეს მივიღეთ. ეს რეზოლუცია კიდე სხვა კონტექსტში უნდა განვიხილოთ, მაგრამ რეალურად ჩვენ ეს გვჭირდება და არ გვინდა უნდა პრემიერ-მინისტრს უნდა აჩვენოს, რომ არ და მარტო ჩვენი ინტერესი კი არ არის ეს. საერთოდ გლობალური ინტერესია, მით უმეტეს თუ დღის წესრიგი მსოფლიოში იცვლება. დღის წესრიგი ომისა უნდა გადაეწყოს როგორც შვიდობის დღის წესრიგზე. ამის რეალური ეს არ ჩანს, ხო, როგორც ველოდებოდით, რომ უცებ ყველაფერი მოხდება, დაჯდებიან ერთად, ხელებს გადახოვენ ერთმანეთს და სიამტკბილობაში გაატარებენ. იქ ევროპა თავის პოზიციას იკავებს. ევროპის ლიდერობა უნდა საფრანგეთს და ამბობს, რომ მარტო მე ვარ ევროპაში ბირთვული სახელმწიფო და ბირთვული შეტევისაგან მე გავაკეთებ თლიან ფარდას. აგერ პრემიერ-მინისტრი იტალიის ამბობს, რომ მე საერთო ეკონომიკურ დავაში ვერ მივიღებ მონაწილეობას ამერიკასთან, მე ჩემი ურთიერთობა მაქვს. ჩავიდა ჩინეთთან მოაწერა სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობას ხელი. ფინეთი არ დააყოვნა, ჩავიდა ჩინეთში 15 სავაჭრო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ტრამპი გამოდის ამბობს, რომ სი ძინპინთან მეგობრობ და როგორ შეიძლება, რომ ჩვენ ამ 90 დღის განმავლობაში პრობლემები ვერ მოვაგვაროთ. ეხლა ამ ხელა ცოდნა ჭირდება ჩვენ საზოგადოებას, ვინც ან ქუჩაშია, ან საპირისპირო მხარეს არის, ან ნებისმიერ შემთხვევაში იქ ვენახში მუშაობს, ან ნებისმიერ ადგილას. რომ გაარკვიოს, რას წარმოადგენს ტექნოლოგიების ბრძოლა ერთმანეთთან. ან სასარგებლო წიაღისეულის მნიშვნელობა. იქ მცირდება რაოდენობები, უკვე რაღაცა არის ისე დასახელებები, არ მინდა შემეშალოს ამ იმის მენდელეევის ტაბულაში, რომელიც უკვე ფასი არის ავარდნილი წამდე. იყო ამდენი გახდა უშველებელი. ამაზე რესურსებზე ომი მიდის და შენეუნები რომ შემამჩნიე. აქ მე ვარ. აი სულ ეხლა ხანს რატო შეიცვალა მდგომარეობა იცი? სულ ეხლა ხანს ეგეთი სიტუაცია იყო, რომ საქართველოში ეს უნდა იყოს ხელისუფლება. ნუ არ მინდა ეს ბიჭი კი შევიდა ისტორიაში სალფეხზე რომ დგევარ თუ რო თქო, მაგრამ ყურმოჭრილი მონა უნდა იყოს ვინმე. შენ ელაპარაკები მაგალითად, შენ კონტრპარტ ვინც არის, ესაუბრები რაღაც თემაზე შენ ინტერესებს უმტკიცებ და შენს უკან ვიღაც დგას და აქედან ხელს უქნევს, რომ ამას ნუ ელაპარაკები მე ვარ ის, ვინც გააკეთებს რასაც გინდა. ეხლა რუსეთის თემაც დაუბრუნდეთ. რუსეთისთვის არ ვიცი ერთ ბედოვლათია რა პრინციპში, მაგრამ არც უინტელექტო კაცია. ჩაიწერა თავის გამოსვლა, ცოტა მე მგონი ნასვამი იყო. და თქვა ის, რაც შიდა აი ამ ლაპარაკში აუცილებლად გაჟღერდებოდა ამ ოპოზიციური ლიდერებს შორის საუბრისას, ვინაიდან პროპაგანდის მექანიზმიც ამაზე იყო აწყობილი. ჩვენ გვინდა რუსეთი, რომელიც ჩაფლული იქნება პრობლემებში კურსკიდან ლაგოდეხამდე და თავისი რესურსების დივერსიფიცირებას მოახდენს იმდენად, რომ უკრაინაში წარმატება არ ექნება. მაგრამ თუ პერსპექტივაში რუსეთი აგრესიულ პოლიტიკას შეენარჩუნებს
და ვერ მოგვარდა სიტუაცია, რა საკვირველია გვირჩევნი არა ბალტიისპირეთის მიმართულებით იყოს განვითარებული აგრესია, არამედ საქართველოს მიმართულებით, სამხრეთ კავკასიის მიმართულებით. მე ჩვენ არ ვიცით რაზე ილაპარაკეს ერდოღანმა და ტრამპმა. ჩვენ არ ვიცით რა ურთიერთობების დალაგება მიდის ისრაელსა და თურქეთს შორის, რომლებიც სირიაში არიან. როცა ორმაგ სტანდარტზე საუბრობდა ვასიკო, აქ შიდას გარდა არსებობს სირიის თემა ვთქვათ, ხო? და იმდენად სივსისხლიანი პრაგმატიზმით დაგვეჯახა უცებ ამ პატარა ქვეყანას, რომ უცებ შეიძლება აზრზეც ვერ მოსულიყავით და დაგეკარგა ყველაფერი. ყველა სადავე მართვის. ტელევიზიიდან დაწყებული, დამთავრებული ეკონომიკაზე და საერთოდ რა განადგურების შეუქცევადი პროცესი განვითარდებოდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა რაღაცა მოდელირება გავაკეთოთ, ხო? როცა არა გაქვს იმდენი ინფორმაცია სადაზვე, რომ მოდელირებას აკეთებ, ლოგიკურად ჯელობ. რა უნდათ, მაგალითად, რატომ არის რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩადის სირიაში და ეუბნება, რომ ევროპა გაძლევთ თქვენ 3 მილიარდს თუ 4 მილიარდს და ამაში უდიდესი წილი იქნება ჩვენი. და უფრო მეტიც, სირიელები უნდა ჩამოვიდნენ გერმანიაში და დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრაში, ანუ გამრავლებაში უნდა დაგვეხმარონ. ანუ ამხელა სიყვარულს გამოხატავს. რა არის ეს? მორალის ნაწილია, რომელიც პოლიტიკას არ გააჩნია ხშირ შემთხვევაში. თუ არის გარკვეული პრაგმატული გეგმაზომიერება, რომელსაც რაღაც წესების მიხედვით ახორციელებს ესა თუ ის სახელმწიფო. მე მგონია მეორეა. აქედან გამომდინარე, როცა მოდელირებას აკეთებ, შენ უნდა იგულისხმო, რომ ვინმე კი მორალის კუთხიდან კი არ უნდა გააკრიტიკო ან ადვოკატად დაუდგე. ეს არ არის პოლიტიკოსის საქმე. მით უმეტეს თუ პასუხისგებლობა გაქვს ამდენ ხალხზე, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ცხოვრობ. უნდა შეხედო, რომ რა ინტერესი არსებობს. რატომ? რა გუშინ მაგალითად არც თვითონ მალავს, ხო, ის კაცი არა. ჩამოიყვანა თელ ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ძმა არის მისი, რომელიც ვორონეჟში მუშაობდა ათეული წლები და ცოლი რუსი ყავს და ჩამოვიდნენ და იქ არიან. რუსული ბაზებიც ასე თუ ისე ჯერჯერობით შენარჩუნებული. ვოლგოგრადში. ნუ რა მნიშვნელობა აქვს? ხო, ვოლგოგრადში. 30 წელი იქ იყო, ნუ. შეიძლება განგებაც დაამახინჯოს. 30 წელი იყო. ხო, ნუ რა მნიშვნელობა? ამ სიტუაციაში რა ინტერესია? რომ ყატარის იაფი გაზი წამოვიდეს და სირიის გავლით შევიდეს თურქეთში და თურქეთიდან განაწილდეს ევროპაში და რუსეთს არ კონდეს ეს უპირატესობა ხელში. რამდენად წართვევენ უპირატესობას, რა პროცენტით? ეს არის იმდენად მძიმედ და იმდენად სერიოზული თემა, რომ შეიძლება უცებ შენსკენ ვერც მოასწროს გამოხედვა აქ რა ხდება. მაგრამ ფაქტია, რომ აი ამ ვითარებაში უცებ წარმოიშვა ეს რეზოლუცია კონგრესის, რომელიც ამდენი ხანია უკვე მუშავდება, სანამ ტრამპი შევიდოდა ჯერ კიდევ ადმინისტრაციას ჩაიბარებდა, ამდენი ხანი მუშაობდა და რა წერია, რომ ჩვენ ვართ ირანის მოკავშირეები. წარმოგიდგენთ? არა, ეხლა როგორ ვთქვათ, მე ვარ ახლა როზი ვარ ახლა, გავახსენდით მადლობებისთვის, უილსონს გავახსენდი. თუ ჩამოვადა ოპატიჟებს ოპატიჟებს. აი მოდი რა შენ თემაზე კიდე აქ არ არის ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. როგორი რამეა, იცი? აი ამ ჩვენს სხვას ვერ დავარქვენ, არ მინდა ხა პოდკასტში რაღაცა იმის შემოტანა დასახელებების ცინიკურად არ ვამბობ. ესენი ამათ გონიათ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ანგარიშს გაუწევენ. აქ შერჩევა მიდის მარიონეტების. ესენი ეჯიბრებიან მარიონეტობაში ერთმანეს და ვინც დიდი თავები გეგმავენ რაღაცას იმათთან მიდიან და ეუბნებიან, რომ მე რო თანხას მაძლევ, ამ თანხას რო კონდეს გარკვეული ეფექტი, ჭრა რო კონდეს, საჭიროა შენ დამეხმარო ამაში. ეს დაასანქცირო, აქ შეუზღუდო, იქ ჩაუკეტო გზა. ასე შემდეგ და ვისებთ პატარა ქვეყანა საქართველოს, რომელსაც ის რესურსი არ გააჩნია, რომ ვინმე უთხრას, რომ იცი რა, შენ თუ მე ესე მომექცევი, მე შენ აი ესე მოგექცევი. ვერ იზავ.
ეს იციან და აქედან გამომდინარე ეს ადამიანები რაღაც არ ვიცი უსამშობლო თუ რაღაც თემა დადიან და ეუნებიან რომ ჩვენა ვართ ის თანაშემწეები ვინც შენ დაგეხმარება შენი იდეის განხორციელებაში და ჩემის ინტერესი არის ის რაც არის გარკვეული ფინანსური რესურსი და მართვის სისტემას მერკეტებთან მოსვლა. ეხლა კიდე დაუბრუნდეთ პრაგმატულ განზომილებას და ავიღოთ ჩინეთის საკითხი. მეორე ეკონომიკაა მსოფლიოში და ფასებზე თუ გადავიყვანთ, იმიტომ რომ ჩინეთში მომსახურება და პროდუქცია უფრო ნაკლების პარიტეტი თუ შეადარებ, პირველ ადგილზეც გავა. და ისეთი ტემპი აკრიფა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ეს ტრილიონ-ნახევრიანი ვაჭრობა ჩინეთთან არის გარანტირებულად შეუცვლელი ფაქტიურად რა. იგივე ურანის საწვავს საიდან ღებულობს ხო ამერიკის შეერთებული შტატები. და ეს თემები რაც ჩვენ ზოგადად ზედაპირზე მიმოვიხილეთ, ეს არ ჩადის დაბლა. აქედან გამომდინარე, როდესაც ირაკლი კობახიძე წერილს წერს, ეს არ არის მხოლოდ იმ ადრესატისათვის განკუთვნილი. ეს საზოგადოების წინაშე გარკვეული ვალის მოხდაა, რათა დაანახოს ის პოზიცია, რა გვინდა ჩვენ, ვინა ვართ, საით მივდივართ და შედეგებს რას ელოდებით. შედეგებს კარგს რო არ ველოდებოდეთ, წერილსაც ხო არ დავწერდით. რაღაც ეხლა მე ამ დუმილის ანატომიას გავაგრძელებ. რო თქვი რომ დუმილი შენ გეკამათებ, მაგრამ მაინც ახსენე რომ ჯერ ჩვენთვის არც ალიათო და მე რატო უყურებ მაინც არც ალიათ თემა რა. აი რა გვინდოდა, რა მოგვინდებოდა ჩვენ რომ მოგვესვინა და რის თქმა შეეძლებოდა პირობითად ეხლა ტრამპს, ანუ ამერიკის ადმინისტრაციას. უილსონის თემა ეგ ამდენი გამოცდილება მეც კი მაქვს პოლიტიკაში, რომ ეს ჯერ ერთი შეიძლება იქნას გამოყენებული გვერდით ან ეს მოსულა საქართველოს პარლამენტშიც კი შეიძლება იყოს, რომ შეიძლება პარტია რაღაცას აკეთებდეს, ვიღაცამ რაღაცა განცხადება გააკეთოს, რომელიც შენ გაწყობდეს, ფერი ან დაეთანხმები, არ დაეთანხმები წითელი. ეხლა ნახე რა, აი ჩვენ რაში გვაინტერესებს თავარი კითხვები, ჩემო გიორგი. ამერიკის შეერთებული შტატები სულ უფრო დაჟინებით იმეორებს ისე რომ ჩვენ მივეჩვიეთ. მე მხოლოდ ფაქტებს ვეტყვი, რომ უკრაინა ამა თუ იმ ფორმით უნდა შეეგუოს დანაკარგებს. ეს ხო ფაქტია, ხო შემოგონილი არ არის. რაც დაკარგა, ამას უნდა შეეგუოს. ეს ამბავია, ხო ის? ამას უკვე ეგერ გუშინ ვკითხულობდი, აქამდე თითქოს როიტყვიან ესე იგი არ თმობდა თითქოს ევროპა და გუშინ დავიკითხოს არის უკრაინა უკვე ომზად უნდა იყოსო, რომ აი ესეთი სიტუაცია. ეს ამასთან დაკავშირებით. ეს ხო ფაქტია. აი ხლა ისეთი რომ ვერავინ ვერ შეგეკამათება. ნატოშიო რატომაც დაიწყო ეს ამბავი ერთ-ერთი მთავარი ამიტომ დაიწყო არ დაიწყო არ შევდივ ხო ამიტომ დაიწყო ერთ-ერთი მთავარი თემა ეგ არის ნატოშიო რამოდენიმეჯერ მე ხო არ ვითხოვს არც გიას უთქავს ტრამპმა თქვა ხო რომ ეს თემა დავხურეთო და უკრაინასთან მიმართებაში დავივიწყეთო ხო სწორია დავივიწყეთო იქ არის უკვე ლაპარაკი და რაც ჟონავს მოლაპარაკებას ესეც ფაქტია რომ ყოველ მეორე დღეს საუბრობთო ერთმანეთთან ამერიკა და რუსეთიო ესეც ფაქტია ხო მე სხვაშორის ამას ვეუბნებოდი მოდი ერთ-ერთი ამოვკრიფოთ ეს რაც ყველაფერია და ერთად რომ მოუყრით თავს მე დავინახავთ რომ ყოველ მეორე დღეს საუბრობთო ჩვენ რომ შეხვდებიან თუ არ შეხვდებიან და მიიწევენ წინ რაღაცისკენ და ყოველ მეორე დღეს საუბრობთო და იქ არის ლაპარაკი უკვე რომ აი თავდაცვის უნარიანობა როგორ უნდა ქონდეს უკრაინა მოკლედ უხიფათო ზონად უნდა გახდეს ნეიტრალიტეტზე სულ უფრო ისეთი რაც ლაპარაკებია ხო არ ვერთ ფაქტაზე ის ნახე ეს ცოტა ხნის წინ რა იყო ცოტა ხნის წინ იყო ბრძოლა ბოლომდე პირობითად ბაიდენის დროს სულ სხვა პოლიტიკა იყო და ჩვენ გვეუბნებოდნენ რომ და გამარჯვება იქნებოდა და მე სიტყვებსაც კი გეტყვით პირველი რომ დაიწყო მათ შორის ქართული პოლიტიკოსებისაც რომ საქართველოს როგორ არ ერთვებით ამ პროცესში სხვადასხვა ყოფილი პრეზიდენტი ამბობდა მას როდესაც მე მომშურს უკრაინელების აი გამარჯვება სულ ახლო არისო გაგახსენეთ პირველ დღეებში და თქვენ რო აქ უარს ხო ესეც ფაქტია ეხლა ცდებოდი არ ცდებოდი კეთილი გაზრახვით ფაქტია და ჩვენი მინუსი რა იყო რა რატო არ შევდივართ აგერ არის გამარჯვება და არიქა ხო ტორტთან მივიჭრათ ახლა ჩვენ ღია ფანჯარა აბა ღია უკვე და ჩვენ დაიკეტება ახლა ეს ხო ეს აი ეს რო არის ალიბაბას თუ კარები და აი ხო და დაიკეტება ეს გამოქვაბულის კარები და შეესტო ეხლა ჩვენ ჩემო კარგო
მე მგონია დიდი პატივისცემის მიუხედავად ჯერ ჩამოყალიბებული არ არიან, აბა საქართველოს რა უნდა უთხრა, მაგალითად აი რო არის უმნეს ხეჩინსკის გაცხადებები, რომ რაღაცაზე გაბრაზებულია და რაღაცაზე ვისაუბრეთ, მაგრამ ეს კი არ არის საინტერესო. ნუ გასაგებია ხა თქვა. მე მაინტერესებს ახლა რამდენიმეჯერ თქვა, რა ხაც უნდა თქვა, იგივე თქვა. მე დიდი ხანია უკვე აღარ მომისმენია, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ესე აპირებენ, რომ თავგანწირულად იყოს ევროპიდან. რაღაცები აწუხებთ უკვე სხვა საკითხი. ადმინისტრაციამ უნდა თქვას, რომ ის მზად არის კვლავ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობას თუ უკრაინასავით გვეტყვიან, რომ თქვენ თვითონ იდარდეთ თქვენ ტერიტორიულ მთლიანობაზე. ჩვენ ხო ვისმენთ ღმერთი ჯული ხო ტრამპმა თქვა, რომ თუ ეს ისე არ წავა ალაპარაკი, ეს მაშინ ჩემი ომი აღარ არის, თქვენი მტვრეთ თავიო. ხომ ეს სიტყვით, ანუ ჩვენც ხო არ გვეტყვიან იგივეს და გვეტყვიან რომ თავი. ხო არ გვეტყვიან იგივეს ძალიან ღიად ნატოსთან დაკავშირებით, ხო? და ეს ხო ცხადია რომ აი იმ მოლაპარაკებებში, ამიტომ მე პირადად რო გითხრა, ინჩები პატარა გამოსვლებით არაფრით არ მჯერა, რომ ყოველმეორე დღე რომ მოლაპარაკებები აქვს, იმ კავკასიაზე ლაპარაკობენ. შეიძლება მათ თქვეს რომ მოდი კავკასიის პაკეტი ჯერჯერობით გადავდოთ გვერდზე და იქ მერე აღმოჩნდება, მაგრამ ეს ეხლა ჩვენ ღიად ხო უნდა ვისაუბროთ ახლა მithumetes ეს ეხლა გჯერა რომ უკრაინას და ნატოს მიმართება ეს მიმართება იქ ეკონომიკური ეს საქართველოს ცალკე გადაწყდება რასაკვირველია ერთ კონტექსტში გადაწყდება თურქეთის კონტექსტში გადაწყდება ხო ეხლა შავი ზღვის რეგიონში თურქეთმა და რუსეთმა თუ დაალაგდა აქ ვინ შემოხდა აი ეს მათ ჯერ ვფიქრობ რომ ამიტომაც იყო დუმილის პაუზა იქ აღებული ეს ძალიან გზნობიარე და ძალიან მოსაუბრე დუმილი იყო მე ესე უყურე. აქედან გამომდინარე. აბა რა უნდა გითხრას? აქედან გამომდინარე. მოიცა ერთი წუთი კიდე. და კიდე უნდა გითხრას რომ მე ნატო უნდა თქვას რომ აი ხლა თქვა მე მზათავ ვარ როგორც გავიღო ბოლომდე და დავიცვა ამ ქვეყნისთვის ვიომო და რაღაცა. თუმცა ამ დროს მე მახსოვს მაგონდება ამას არავინ არ ამბობს. არც შეერაღებაზე არავინ არ ამბობს. სხვა საკითხია რამდენად მისაღები იქ და მაგრამ მე კარგად მახსოვს მაგალითად ასევე დიდი პატივისცემით და შეიძლება მაკროს აღარ ახსოვს, მაგრამ მე ხო ჩემზე არის და თქვამი და მე მაინტერესებს ჩემზე რაც გულ ჩემ ქვეყანაზე. ცოტა ხნის რო ეკითხებოდი, მან თქვა საქართველოს საერთოდ არ შედის, გულს ვერ თუ ელაპარაკა, ხო? აბა რუკასო დახედეთო. 2000 კილომეტრია. ხო, რუკას დახედეთო კაცო თქვა და ნუ ესეთი მისი დამოკიდებულება. 1921 წლის 6 იანვარს ერთა ლიგაში მიღების საკითხის განხილვისას საქართველოსი ზუსტად ეგ თქვა საფრანგეთის წარმომადგენელმა. მაშინაც. ხო და აი მე ესე მგონია რომ ეს საკითხი დუმილი იმიტომ არის და ეხლა ჩვენ აქ უნდა ხო და მაქედან გამომდინარე არა იმიტომ რომ აქტუალური არ არის არიციან ჯერ თუნდაც მაგრამ მოდი ესე შევხედოთ ახლა ჩვენ გადავწყვიტეთ რომ მივწეროთ ღია წერილი და ამით გამოვიწვიოთ რაღაცა რეაქცია ხო ანუ რაღაც რეაქცია გამოვიწვიოთ რაღაც პასუხი გამოვიწვიოთ და ასე შემდეგ სწორედ აი ამ პროცესიდან გამომდინარე ხო არ ფიქრობთ ხო ალბათ არ ფიქრობთ, მაგრამ მაინც კითხვა მიჩნდება ასეთი, რომ ნაივური ხო არ არის, რომ ტრამპის პიროვნებიდან გამომდინარე წერილით უკაცრავად ამ ჟარგონისთვის ავაგდოთ და წერილზე ახლა ეს გადაირიოს, რომ აი როგორ აქამდე არ უპასუხე და აი ახლა რახან საჯაროდ მომწერეს, ახლა უპასუხე. დავაფიქსირეთ. ხო. აი დიდ თამაში. ნუ შეიძლება არ ეთყობა რა ეგეთი ტიპი. არ არის, ესე ადვილი არ არის. ჩვენ ამ გადამოსახედიდან ვიცით. იცით, ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობდი 10 წელი. ნუ მართალია იქ მრავალმხრივი დიპლომატია იყო, მაგრამ პირველი საელჩოს გახსნის დროს მონაწილეობას ღებულობს საქართველოს პირველი საელჩო გახსნა ამერიკაში. ისტორიული მომენტია, ხო? იქ როცა ნელ-ნელა შესწავლა დავიწყეთ ამ ვითარების, რა გამოცდილება გქონდა? ერთი რასაც ისტორიაში ვისწავლეთ ან რაღაცა ადამიანური ურთიერთობები, რომელიც ქონდა საქართველოში იქამდე, გაგვიგია ჟურნალები, კინოები და ასე შემდეგ, არა? იყვნენ ადამიანები, ვინც ეს კარგად იცოდა, პეტრე ჩხეიძე მაგალითად. საბჭოთა სისტემაში მუშაობდა, მაგრამ თავით თმის თხემამდე არის ქართველი და ესეთი პატრიოტი ისეთი ხაზგასმით. და ბევრი ადამიანები იყვნენ, მე თედო ჯაფარიძე ჩამოვიდა. ვისაც საკითხები ასე თუ ისე კარგად ქონდა ათვისებული. უშუალოდ ინსტიტუტში სწავლობდა, მაგრამ საბჭოთა აღარ ეცხოთ ამათ არაფერი, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი განგრევა შემდგარი ფაქტი იყო.
ესეც ბალტიისპირელებს რო დაუბრუნდეთ, მაშინაც ზვიად გამსახურდიათ ხო და დახმარებას. იქ უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ ეს ევროპას დარჩებოდა ეს მხარე. აქედან გამომდინარე არ გვაქცევდნენ ყურადღებას, ასე რომ ეს ის კი არ იყო წაყრუება, ეს იყო ტაქტიკური სვლა. ამ სიტუაციაში როცა ამერიკის შეერთებული შტატების ძალების ან ინფორმაციის ან დაგეგმვის მასშტაბს დაინახავ, ახლა ჩვენ ხო ბოლომდე ვერც დავინახავდით, არა? ნუ ეს არის რაღაც უშველებელი თემა, რომელიც შედგება ინფორმაციის 1000 გვარი წყაროებიდან და რომელიც არის ორიენტირებული. აი წარმოიდგინეთ, ორიენტირებული იმაზე, რომ რასაკვირია თავის ინტერესები, მაგრამ თავის ინტერესების ერთ-ერთი მიმართულებაა, რომ მსოფლიოში კონდეს ჰეგემონია, ისევე როგორც თქვათ სხვა დიდ მოთამაშეებს. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ იყოს. ეხლა იქ ხო იცი, შენ ისინი გიჩნდება, მე გიჩნდება გააკ ინტერესები და მოქმედებ ისე, რომ შეიძლება გვერდით ვიღაცები დააზიანო, ვერ შეამჩნიო. მაგრამ არ იყოს, ეს გამოიწვევდა მსოფლიოში სერიოზულ ქაოსს. დაპირისპირებას. აქედან გამომდინარე, ამერიკა როგორც ძლიერი პოლუსი, ვისაც გავლენა აქვს მსოფლიოზე, რასაკვირველია, საჭიროა. მაგრამ ჩვენ ხელს ვიქნებ, ჩვენ აქ ვართ. ჩვენ ამ პოზიციას გვესმის. ჩვენ ამ პოზიციასთან დაკავშირებით არც ერთხელ არასდროს 2012 წლიდან მოყოლებული ნაბიჯი არ გადაგვიდგავს. 2010 წელში პუტინის გვერდზე იდგა დასავლელი ლიდერები იდგნენ, ხო? მაშინ როცა ჩვენი ჯარისკაცების სისხლი არ იყო შემშრალი მიწას. ხო ეგრე იყო. დღეს გეუნებია, რომ ეხლა იქო ვიღაცა გამოჩნდა ერთ კერძო პიროვნება. პუტინთან ახლოს, არც ვიცი ახლოს იყო თუ არ იყო. კერძო პიროვნება, რომელიც აქ იყო ოფიციალური პირი ერთ პერიოდში და ეს რაღაც უშველებელი ტრაგედია. აქედან გამომდინარე, ტრენდიდან უნდათ შექმნან გარკვეული ფაქტები. ამერიკას ჯერჯერობით ესეთი ნაბიჯი არ გადაუდგავს ახალ ადმინისტრაციას. და მივდივართ ისევ აი ამ კონგრესის რეზოლუციამდე. ეხლა ამინდოდა მე თქვა კიდე რომ ლაპარაკობ ჩარტო ეს მაინც ეს კიდე დაუბრუნდი ეს მოკაცრავად არ დავიწყო და შენ ახლა რაც თქვი ძალიან მნიშვნელოვანია ეს სისხლი რო არ იყო შემშრალი ეს უბრალოდ სისხლის არ შეშრა კი არ იყო ჩვენც მიგვაჩვი ეს უკვე და პირველად გამოდის რომ ჩვენ იმდენად პატარა ქვეყანა ხარ და ისე უმნიშვნელო ხარ კაი რა ეხლა ჩვენ შეგვიშლი ხელსოფლიოს დალაგებაში მე რა რო თქვენდო და აბსოლუტურად ესე იგი ეხლა რაზეც ლაპარაკია დემონსტრაცია ჩატარდა სამხედროც ყველაფერი იქაც დადგნენ და იმიტომ რომ საქართველოს ეხლა შენთან კი ცოტა თავად მაგრამ ეხლა ხელი არ შეგვიშალო და დღეს საქართველოს თქვა და ეს ამის გამოყოლილია სხვათა შორის ევროპას რო იძახის ეს ხალხი ისე მიგვეს რომ აი არც მინდა ეს სიტყვა საერთოდ არ მოყვარს მაგრამ გულში არის უდებთ რომ ვინც დიდია იმას უნდა დაემორჩილო და აი აბსოლუტურად საწერო ეს არის და ესენი აი რასაც უყურებ ამოდივით პუტინს აუწევიან ესევე ძალიან ტკბილად აბსოლუტურად რა და მე რაღაცა ამის ნიშნები იმიტომ რომ მე რას ვაკრო ესე არ გამცვალოთ მე ქვეყანა ვარ კაცო მე რა რომ პატარა ვარ მე რა რომ 3 მილიონი ნახევარი ვარ და მე უფლება მაქვს რომ ვიცოდე მაინც რას აპირებ ჩემ გარშემო და ჩემ გზას ვეწიები მე რა თუ ახალმა თემამ არ წამოიწია, მე ვთქვათ, რაც მინდოდა მე თქვა. ხო. თქვენთან ეს ორი საკითხია რა. რაც შეეხება პუტინს. კიდევ ერთხელ თავში რა ვთქვია, თითქოს დაგვაუწყდა 20% ოკუპირებული. თქვათ და აი ამ პირობითად დავარქვათ ბრიუსელის აი ამ ვიცი ადმინისტრაციულმა ტექნიკურმა მმართველობამ რომელიც პრაქტიკულად უკვე ჩანაცვლებას აკეთებს ქვეყნების ერთობლიობის და კონსენსუსზე ევროკავშირის პრინციპი აგებული ამათმა რაღაც გარკვეული გეგმა შეიმუშავეს სადაც იმ პერიოდში 2010-ში ჭირდებოდათ რომ რუსეთთან ეგეთი ურთიერთობა გქონოდათ განვითარებულიყო იქ იაფი საწვავია და ბევრი თემებია მაგრამ რეალურად წარმოიდგინეთ, რომ არ მინდა გვარის დასახელება რა არ შეამოვნებს. ანუ თქვათ, მე საშუალო იმიდან ავიღოთ. თქვათ, გეგელია მოვიდა ხელისუფლებაში და გახდა საქართველოს მმართველი, ხო? ამ სიტუაციაში რა საძლევენ? რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რა პროცესი წავა? სულ რო არაფერი ინფორმაცია არ ქონდეს და ესე იჯდა და არაფერს არ აკეთებდა, 1-2 წიგნი მაინც ქონდეს საკითხული. ხო იტყვი კი, მაგრამ
რას გეუნებიან, რას გაძლევენ გარანტიას, თუ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებ რუსეთს. ჯერესეთი ამხელა მიზერია თელ რუსეთის ვაჭრობაში ჩვენ ვართ 0 რაღაც პროცენტი, ხო, თუ ლიტვა უფრო მედგვინოს ყიდის და თვითონ ვაჭრობა შეუულებრივად ახლა ეს ხა ბევრჯერ გავიმეორეთ, აღარ დაუბრუნდა მაგ თემას. აი რას გეუნებიან, როგორ დაგიცავენ. თუ გონიათ რომ ეკონომიკური სანქციები სამხედრო დაპირისპირებას არ გამოიტანს, ხო უნდა გაგიჩნდეს ეჭვი რომ სამხედრო დაპირისპირება შენი ან აქ ცეცხლის გაჩაღება ვიღაცას ჭირდება. საზოგადოების დიდმა ნაწილმა 1,120,000 ადამიანმა გადაწყვიტა რომ ეს რეალურად საფრთხეა. მივიდა იქამდე ეს ინფორმაცია. გაიზარდა საზოგადოება უფრო მეტად ინტელექტუალურად ვიდრე ოპოზიციას გონია. ეს ერთი თემა. ნუ რა, მოხვედი თქვათ, ხო? ხო უნდა განსაზღვრო პერსპექტივაში, ვინ რას გპირდება. ეს შენი არჩეული ქართული ოცნება თუ ეს ადამიანები, ვინც გთავაზობენ, რომ კონფრონტაციაში შევალთ იმ დონეზე, რა დონეზეც დაგვავალებენ. ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში ჩვენი ინტერესი არ გაგვაჩნია. ხო, აი ამ უტრირებას არ ვაკეთებ, ხო რეალურად ესეა. ეს ერთი თემა საგანგებო მნიშვნელობის. და მეორე თემა რუსეთთან მიმართებაში რა საინტერესო რამე წამოჭერი პუტინთან დამოკიდებულებაში 2008 წლის წინა პერიოდთან დაკავშირებით კომისიაზეც მოუყევი რა ხდებოდა იყო გარკვეული ინტერესი ნუ შეიძლება ვიფიქროთ რომ მაკენის არჩევნების წინა პერიოდი იყო და რაღაც ჭირდებოდა რუსეთის როგორც აგრესორის წარმოჩენა რომელიც უფრო შეესაბამებოდა მაკენის საარჩევნო პროგრამას ვიდრე ობამას. თქვათ ეს მოხდა. ისინი ამერიკელების და ევროკავშირის მიერ შექმნილი მოლაპარაკების ფორმატები დაიშალა. ეს ფულის ნაკადი, რომელიც აერთებდა აფხაზს, ქართველს, ოს, ერთად მუშაობდით, წელი ისტორია. მეც იქ ვიყავი. ეს ფორმატები დაიშალა. 2008 წლის წინა პერიოდში, ახლა აგვისტოს წინა პერიოდში, წინა დღეებში, იმ დღეს, შვიდში ამბობდნენ რომ რუსები რაშუაში არიან საერთოდ ეს არის პროვოცირება იმის. ეხლა ამ რუსეთმა მადლობას უხდიდნენ. მადლობა ჩაურევლობისთვის და ებისთვის. ეხლა სხვათვის სულ გააქრეს ეს კადრები, ხო გავარტყდა. ამას ხო ნიშნის, იმიტომ კი არ მომობ რა ჩვენი პოლიტიკური პარტიას ვიცავ. რეალობას ყვები, ხო? აქედან გამომდინარე ის მოწიწება პრაქტიკულად რუსეთის აგრესია როცა პირველად ტყვილი თქვა რომ სააკაშვილმა თქვა რომ რუსეთის აგრეთ თბილისისკენ მოდიოდნენ და ჩვენ გავაჩერეთ მე გადაუდექი გულით დაუდექი წინ და გავაჩერე ეს რო თქვა უკვე ყველასთვის გასაგები უნდა ყოფილიყო რომ აქ რაღაც შეთანხმებასთან დაკავშირებით ესეც იცი რა არის აი რო ამბობენ რომ შეთქმულების თეორია არ არის როგორ არ არის სწორი შეთქმულების თეორია უნდა ის გააკეთო პროექცირება და მე გამორიცხო რეალობები მაგრამ ფაქტია ერთი რამ რომ ის შეიქმნა ისეთი სიტუაცია როდესაც რუსეთს საქართველოს სახით სამეზობლოში კეთილი მეზობელი არ ყავს ჩვენი სახით შეიქმნა სიტუაცია ისეთი როდესაც რუსეთის გარეშე ვერ დაელაპარაკები ვერც ორს და ვერც აფხაზს. ანუ ისეთ ჩიხში ხარ შესული რომ ხელები გაქვს შეკრული და უფრო ხელმისაწვდომი ხდები იმ ძალებისათვის რომლებიც დიდ ასპარეზზე ომობენ და შენ აქ როგორც ერთი საგზალის რაღაც ნაწილი ხარ დატოვებული რომ ან ერთი გადაგსანსლავს ან მეორე. და შენ ფიქრობ იქნებ ესენი შერიგდნენ და ჩემი მნიშვნელობა გამოიყენონ. იმის მაგირად რომ ასე ეფიქრა და ასე ემსჯელათ. რა გააკეთა სააკაშვილის ადმინისტრაციამ პირადად სააკაშვილმა მოიგო იმით რომ რუსეთს გარკვეულწილად დაუთმო პრაქტიკულად ეს ფორმატები სადაც რუსეთი უკვე ძალიან სუსტად გრძნობდა თავს დაუთმო მოლაპარაკების ფორმატები ბოლომდე ამბობდა რომ რუსები არაფერ შუაში არ არის ზუსტად იცოდა რომ შემოვიდოდნენ ანუ დათმო აბა სხვა რა დავარქვა რა შეთქმულების თეორიის მიმდევარს რატომ ეძახი მე როდესაც ფაქტებს ხედავ რომ რატო უში გაეროს უშიშროების საბჭოს რატო არ მიმართა რომ გაგერ არის გვირაბთან დგას უნდა შემოვიდეს
არ მიმართა, ხო? ესე იგი ყველა პირობა შექმნა. მე ხელი მოაწერა იმას, რომ მე რო ვისტროლეო, იმიტომ შემოვიდნენ ისინი, თორე სულ არ აპირებდნენო, ოფიციალურ დოკუმენტზე მოაწერა ხელი. რა გამოვიდა? რუსეთმა თავის ინტერესებიდან გამომდინარე გადააწყო თამაშის სტრატეგია, დაიკავა მისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანი რეგიონები, არა საქართველოსი. არამედ რეგიონში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტები. სულ არ აინტერესებს იმას ქართველი, აფხაზი, ოსი, არა აქვს ეს ისა ხო, დიდი სახელმწიფოა, თავის ინტერესები დაიკავა ეს. პრაქტიკულად დასავლეთისთვის ის საშიშროება, რომ აქ სამეზობლოში საქართველოს უდან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანა იქნება რუსეთის მეგობარი და გადახვეული, ეს დღის წესრიგიდან მოიხსნა, იმიტომ რომ რუსეთი არის ოკუპანტი, ხელშემშლელი ყველანაირი პოზიტიური პროცესის, ეკონომიკურადაც წარმოიდგინე, რამდენად უფრო ძლიერად ვიქნებოდით რა და თუ არა ეს მდგომარეობა. და სააკაშვილმაც მოიგო, ააშენა სასახლე, უნდა შარონ სტოუნს დაპატიჟებდა და უნდა სოფჩაკს, ხო? ესე არ იყო? კი ბატონო. უტრირებას კი არ ვაკეთებ, ხო რეალურად. ვინ წააგო? ერთადერთი წააგო საქართველომ. დღეს ვისაც ეს არ ახსოვს, არაფერი, ისინი არიან მთავარი სამიზნე პროპაგანდისათვის, ეს არის ახალგაზრდობა. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც შეიძლება ნებისმიერ სახელმწიფოს დაემართოს. და ერთი გავაგრძელებ შეიძლება პროპაგანდასთან დაკავშირებით, რომელიც მე მგონია რომ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, აი მიაქციოს სენელმანს, რაც თვალწინდებს. და რისთვისაც არის შექმნილი და მე გეტყვი, რატომაც მიდის თუნდაც აი რატო ეჭირებათ გიგივე თუნდაც საზოგადოება მაუწყებელი და ძალიან ძლავრი ამ კიძახე დემოკრატიაზე ძალიან ძლავრი პროპაგანდის იარაღი აქვს ოპოზიციას კი არ ვაქვს, რისთვისაც ეს იყო მიმართული და საიდანაც ეს ფინანსდებოდა მთლიანობაში. ბევრ ქვეყანაში მე ახლა ვიცნობ ევროპაში ეს ვისა აქვს ესეთი ჩართული, აი რო იტყვიან დუღს და ის ქუღს ყოველდღე, ხო, ეს ოპოზიციური ტელევიზია რო ქვიათ. ეხლა ნახე ეს გქონდა. არის შემოვიდა ეს დაგნარი, რომ რუსებო მიდის ზახილი. და ამობერო ქვეყანას იცამენ რუსებისგან, ვიღაცა რუსები არიან მტრები. მაგრამ ვინც ეს იფიქრა და ამაში ახლა შენ ამბობ არაფერი შეთქმულების თეორია მე ტელევიზიაში მუშაობ და ვიცი ზუსტად ამ ახლა გეტყვი გამოშტერებული ექსპერტებსაც ცალკე ხელაპარაკები და სქემა რაც არის დალაგებული. აუწნენ რუსები. არა, ნახე და ხდება. არა, რუსებო კი უნდა იძახოთ, მაგრამ საქართველოში არსებობს ბუნებითი გამოცდილება რა გავცხოვრობდით, რომ რუსეთი რამხელაც არის, როგორც არის და რა ძალაც არის. ამიტომ ერთის მხრივ პირდაპირ მოწოდება ხო ფაქტი ახლა აღარ გვინდა იყო რომ თქვენ უნდა ჩაერთოთ ომში და აგერ თუ საჭირო იქნება და ვინმე თუ აგერ ჩამოუწიწიკებთ ესე იგი პირდაპირ და ესეც გასაკეთებელია ვინ როგორ და რას ამბობდა მაგრამ ეგარაფერი. მაგრამ მეორე მხრივ საქართველოს შეიძლება რო ეუბნება არ დაგთახმდებოდა და აი აქ ჩაერთო პროპაგანდა და აბა თუ ფაქტი არ იყოს. რამდენიმე წელიწადია პროპაგანდისტული პირდაპირ გამორეცხვა მიდის რომ რუსებს ყავს ჟანგიანი ტანკები და რუსები არაფერს არ წარმოადგენენ. ანუ აი პირველ ნაბიჯს გეტყვი როცა ომი დაიწყო. რო დაიწყო უკრაინის ომი რო დაიწყო და როცა ქალბატონმა თქვა და სხვა თქვეს რომ არიქა ჩქარა ბიჭო ტორტი არის ეხლა და ჩქარა შენს დაიკავე დანა და ჩამოჭერი იმიტომ რომ ეს უკრაინა დამთავრდა ამისი საკითხი და არაფერი არ არის ეგ სიტუაცია. და ჩაერთო მანქანა და ჩართეს ეს პირდა მაპატიო ამაზე მაგრამ სხვა რეგვენი რომელთა თვითონ არ იცო რას რეგვენი ეს ექსპერტები და ადამიანები ზოლსკისტის თოფირო არ ჭერია მაგრამ ეგ არ არის ნახე და ფაქტი რა არის თუ ესეთი ჟანგიანია მთელი ამერიკა და ევროკავშირი უპირისპირდებოდა ამ სიტუაციას და ღიად უსმენთ ყველა სამხედრო ექსპერტი ყველა გენერალი ამერიკელი ვინცაც ჭკუა ეკითხება ყველა ამბობს რომ უნდა ვიყოთ ფრთხილად და გამოდის ჩემი ექსპერტები ჩემი რას ქვია და ამბობენ. აი რატომ? იმიტომ რომ შენ მოგეხსნას ეგ სიტუაცია და საქართველოში არა მარტო ახალგაზრდა დაარწმუნეს ერთი ნაწილი სიტუაციის რომ ეხლა არის მომენტი, როდესაც უნდა მეცაც გეტყვი, საქართველოში კი არ დაარწმუნეს მარტო. აი ამ ხელა პროპაგანდით მე წავიკითხე და რუსეთში ჩატარდა გამოკითხვა. იცით ალბათ ამაში. რუსეთში ჩატარდა გამოკითხვა და საქართველო გავიდა ერთ-ერთ თავად მტრად და რაც თავარია დაწერეს რომ 60 მილიონი მოსახლეობაა საქართველოს მუსულმანები. არა, საქართველოს. არა, იმიტომ რომ ჩვენ უკვე წარმოიდგინეს რომ ალბათ ეს რადგან ესე დაპირისპირებაში ვართ, ეს ეს აი ამას მივაქციოთ ყურადღება ამ პროპაგანდას. ესე იგი, ახლა რომ გამოდის ადამიანი დღეს
როდესაც აი ესეთ გამწვავებულ სტადიაშია, როცა ტრამპის უმთავრესი პრობლემაა, ესე მთელი მსოფლიო როგორ ფიქრობს და ხალხაზე ლაპარაკი, როგორ რუსეთს როგორ გაუწიონ წინააღმდეგობა, შენთან მიდის პროპაგანდა, პირდაპირ ღიათ აგ თუ გინდა ჩავებთ იმას გაიკეთებთ კრებულს, როგორი ჟანგიანი ტანკები ყავს და წაგებულია გობი დღესაც გეუბნებიან, პრაქტიკულად დამთავრებულია მისი საკითხი. აი ეს არის სინამდვილეში რაც ხდება და ამიტომ მიდის გარეგნული რუსოსზახილი და საინტერესო რაღაცას გეტყვი და აღარ შეგაცხადეთ. ესე იგი გამოდის ესეთი რამე გიორგი რომ ვისაც ეუნებიან რომ რუსი ხარო პირობითად და რუსებს აბრალებენ იმას ეშინია რუსეთის და ისინი ეუნებიან რომ რუსეთი საერთო ქვეყანა არის და თვითონ ესე იგი რომ ამბობენ რომ ანტირუსი ვინც არის თითქოს ამბობენ არა კაცო ეგ რაფერი საერთო არ არის კაცო რას ლაპარაკობ და რას ვეუნები მე პირადად რომ გაისვრის და სწორად აზროვნებს ამას უყურებს მთელი მსოფლიოც რატომ თხილოს ყველა იმიტომ რომ რუსი იმ კნოპკასაც დააჭერს სხვა კნოპკასაც დააჭერს და იზამს ომი მისთვის არის ჩაოლებრივი ბანალური რამე უნდა დავამატო მაგ ბანალურ ჭეშმარიტებას ფაქტიკურად აი ქროიშდე მართვის ბერკეთთან რუსეთში ვის აირჩევდე აგენტად ხო აირჩევდე იმას ვინც თავი იცავს კი არა თავის ინტერესებს არამედ იმას ვინც აბწოვებს სიტუაციას იმ დონეზე რომ აქ არაფერი პროცესი არ მოხდეს ვინც აღრმავებს ჯერბზარს უბსკრული უნდა გახდეს საქართველოსა და ევროკავშირის შორის დამოკიდებულება ხო ესეთ ადამიანებს უნდა დაუჭირო მხარი შეიძლება ბიუჯეტიდან ფულიც კი გადაურიცხო და ესეთი მაგალითებიც გვაქვს ხო შეიძლება მილიონებიც გადაურიცხო იმიტომ რომ ჩუმად რო გაატანო ვინმეს შეიძლება დაიჭირონ შეიძლება რაღაც მოიგონო ისტორია და შეიძლება სულაც აი ეს რო ამბობენ ხოლმე სასარგებლო იდიოტები სულ არ ჭირდება ამას რომ მაინც და მაინც დავებოკებული ყავდეს და ფული ჩაუდოს ჯიბეში ისედაც იმის საქმეს აკეთებ და ერთიც ავიღოთ რა დავანებოთ ყოველგვარ ემოციას თავი კი ემოციურია ის აი ხალხს რაზეც იმაშვებიან რომ ის ოკუპანტია და შენ ესე უნდა მოიქცე რომ გამოჩდე კარგ ქართველად ასეც სკოლიდან ბავშვები ხო მაგითი გამოიყვანეს არა რეალურად ის საფრთხე რასაც ისინი ქმნიან საქართველოსთვის სწორედ ის არის სწორედ იმ სცენარის განვითარებას უწყობენ ხელს რომელიც სავსებით პრაგმატულად ცივსისხლიანად მოდი ვთქვათ აწყობს რუსეთს იმიტომ კი არა რომ სიყვარულია არ დავანებოთ რა საერთოდ ამ სიყვარულს და ემოციას თავი ჩვენ ვიცავთ ქვეყანას და ერთი არის რა კიდე მნიშვნელოვანი თემა ბიზინა ივანიშვილის ფაქტორი და გამოერთიანებელია კარგი კოორდინატორია დიდი გამოცდილება აქვს დიდ დიაპაზონზე წდებოდა მისი საქმიანობა გარკვეული მნიშვნელოვანი პერიოდის განმავლობაში ხო და არის თავიდან ბოლომდე პატრიოტი ადამიანი რომელიც ამ ქვეყნის გულისთვის თავის სიცოცხლეს დებს სასწორზე გადაეჩვივნენ ესეთი პიროვნების არსებობის შესაძლებლობას თვითონვე როგორ შეიძლება რომ კაცი ეს ქვეყანაზე ფიქრობდეს გამორიცხულია იმდენად გაფუჭებულები არიან შინაგანად აი ამ გარკვეული ვითარებიდან გამომდინარე რომელიც საქართველოს შეიქმნა და ერთიც არის კიდე უცხოელებს ველაპარაკებით ხო პოლიტიკოსებსაც და ექსპერტებსაც ახლა არავის არ ეგონოს რომ თლათ ესე არავის აგერ ლუქსემბურგში იყო შალვა შესანიშნავი შეხვედრები ქონდა იქ მაკა ბოჭორიშვილს არის რა თემები მაგრამ გარდა ამისა არსებობს კიდე ადამიანები ვინც რაღაც სტატიას წერს რაღაცა შრომას რაღაცა აფინანსებს და ექსპერტები არიან საკმაოდ გამოცდილი ვისაც ნერვი არტკივა საქართველოში ამოხდება არ აინტერესებს შორიდან არის თუმცა აკლემა უკვე მაგათ კართანას დაიჩოქა მაგის ქვეყნის ხო ის რო გიყურებს ფიქრობს ეს რა ხდება რა ეროვნულ ფასეულობებზე და კულტურაზე ლაპარაკობენ საერთოდ ესენი შეხედავ ადამიანი ნორმალურები არიან აქეთაც იქიდან რას ებრძვიან ერთმანეთს რა დაპირისპირებაა შეკითხვას რო გისვავს რაზეა ლაპარაკი ხელისუფლების ხელში ჩაგდებაზეა საუბარი და რო ეუბნები რომ დიდი თამაშის მონაწილე ხარ რო იბნებოდი ეს არ იყო განსაზღვრელი შენ მიმართ დამოკიდებულების აქ იყო ლაპარაკი რომ სულ ეს
პრორუსულია, ის პროევროპულია, ეხლა ხვდებიან უკვე ხალხი, ზედაპირზე ამოვიდა. და საქართველოშიც ხალხი ხვდება, რომ ზედაპირზე ამოვიდა ეს რუქა რა, რომელსაც დახედავ ზემოდან, თუ კედელზე ჩამოკიდებულს და მიხვდები, რომ არაფერი არ ხდება უმიზეზოდ. არც პაკისტანის და ინდოეთის დაპირისპირება, არც ის გადატრიალებები, სადაც ქვეყანაში რაღაც მოხდა. სირიის ამბავი, აღმოჩნდა, რომ იქ მოლაპარაკებები თურმე ხამასთანაც მიმდინარეობს. აღმოჩნდა, რომ ადამიანი გუშინ, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციებთან იყო დაკავშირებული, მომავალში პოზიტიურ რესურს ფლობს. და შენ თუ წარსული მორალში გაუტარე და როგორ ეს მიუღებელია ჩემთვის, მაშინ იმ იდეას ვერ განახორციელებ, რაც გინდა. ვერ გაიყვან გაზს. სირიის გავლით, ვერ დაუპირისპირდები ეკონომიკურ დავაში რუსეთს. და რეალურად ვისაუბროთ რუსეთზე რო ლაპარაკობთ, რომელიც დგას თბილისიდან 26 კილომეტრში, 30 კილომეტრში და რომლისთვისაც 300 და 200 დრონის გაშვება არაფერი არ არის დღეში აბსოლუტურად. აი აბსოლუტურად არ არის და 15 წუთში შეუძლია ეს გადაწყვეტილება მიიღოს თუ ოდნავ საბაბი იშოვა საიმისოდ. აი ძალიან იოლად შეუძლია რომ მიიღოს მისი ისტორიიდან გამომდინარე, მისი მენტალიტეტი და ომი არ არის ისეთი სიტუაცია მისთვის რომ ესე ვთქვათ ეს უჭირდეს. მე დაგიფარო შენ რო იყო მის ადგილას როგორ მოიქცევე. იცი რა უბრალოდ ისე როგორც მოიქცა ხო? უკრაინა რას თხოვლობდა ბოდიში დავასიკო. მე სტუმარი ვარ დღეს თქვენ. რას თხოვლობდა უკრაინა თხოვლობდა რომ მე წავალ მოლაპარაკებაზე, მაგრამ მომეცით ერთი რამ, გარანტია უსაფრთხოების. ეს თქვენს მე არა მაქვს ეხლა დარწმუნებული არა ვარ ეს წინასწარ მოლაპარაკებული იყო ამას უნდა ეთქვა ეს ის უნდა ჩამოსულიყო ბორის ჯონსონი და ეთქვა რომ რა მოლაპარაკებაზე წახვალ ომია ომში უნდა წახვიდე იმიტომ რომ ეს საფრთხეა რუსეთი უნდა გადმოერთოს თლიანად თუ ახლა იგივე ხონებო უფრო მეტი უნდა დათმო არა გასაგებია მაგრამ უკრაინა ვის საქართველოს კი არა უკრაინა ამხელა ევროპული ქვეყანა ყველაზე დიდი 45 მილიონი ჯერ მარგარეტ ტეტჩერი ამბობდა რომ დროს აშიშია ეს შუა გულ ევროპაში მაგარი მეომარი ერი თავის თავმოყვარე ერი თან ასეთი პრინციპში კორუფციული სისტემა რომელიც განაპირობებს გარკვეულ ახალ მაფიოზურ ურთიერთობების განვითარებას მე ამას დაცინვით კი არ ვამბობ ეს არის ორგანიზებული კარგად ორგანიზებული სისტემა რომელსაც შეუძლია ევროპაზე გარკვეული ცუდი გავლენები მოახდინოს ეს იყო ეს ნათქვამი და მე არ ჩვენ როგორ ვართ იცი მაინც უფრთხილდებით ერთმანეთს ან აი ჩვენ სამნი თუნდაც აქვინცხედან რომ არ გვინდა იმაზე ვილაპარაკოთ იმ უშველებელ შესაძლო გეგმაზე კონსპირაციაზე რომელიც სამწუხაროდ ჩვენთვაც ნამდვილად ვითარდება თორე ისე არ მინდა არც დაშვებაც არ მინდა რომ ჩემ შვილს შენსა შვილი თუ არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის აი იმას ვინც მე მიპირისპირდება რომ საფრთხე შეექმნას მე მინდი და თავი იმართლე გეტყვის რომ ვერ ჩაარტყი მამა ჩემს და ვერ გაიყვანა იქიდან არ შეიძლება ამის დაშვება და არა ვარ ეთყობა მაინც აი ამ ცივსესხლიანები თუმცა აგერ ცივსესხლიანები არიან აგერ შვედები ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა იყო დღეს საქართველოა ხუთეულში უსაფრთხო ქვეყნების შვედეთში არის უბნები უკვე სადაც ვერ შეხვალ აგერ ქუჩაში ხდება დღისით ძისით დანაშაულებები ხო შეიცვალა კონიუნქტურა შეიცვალა კი ბატონო ერთს დაგეტყვით ხო შვედეთი ახსენა თითქოს ეს ვინ უნდა მეთქვა ბევრი წლის წინ ვიყავი შვედეთში მე მგონი შილმაში გერმანიაში იყავი საელჩოში არ მე მგონი ბევრი წლისი ვიყავი მოკლედ შვედეთში და ეს იყო აი თუ შეიძლება რომ ამ ქვეყნიური სამოთხე თქვა ეს ლაპარაკობდნენ და შარშან ვიყავი კიც ცოტა ხანი და ეს იყო დაუჯერებელი სტოკჰოლმში მთელი რუბნებში ვეღარ შედიან მაგრამ ეხლა რაღაცა დონეზე ხო ქონდა შეხვედრა და ერთიას რომ საუბრობენ თქვათ გარეთ საუბრობენ თავის წუხილებით რომ ლაპარაკობენ იქ ნორმალური ადამიანი უყურებენ ხა ჩვენ ვამბობთ რომ ომის დამთავრება ვატყობთ რომ ევროპა თითქოს არ უნდა რბილად რო თქვათ რომ ომი დამთავრდეს აბა თუ გიფიქრიათ ესეთ რამეზე ეხლა რასაც გეტყვი და მე არ მქონდა ნაფიქრი ეხლა ასე ამ კუთხით მინდა რომ დამთავრდეს ეს ომი
ეს ამოდენა ქვეყანა მათიციან დიდი შინაგანი საომარი პოტენციალით, რომელიც ევროპას მაპატიონმა არ აქვს, ეხლა იქ რო თქვა რომ ეხლა ის რო გაისროლო რა ქვია. მოაწყო ლოგინის ქვეშ შეძლებიან ხა ეს რამდენიც არ უნდა მაკრონმა ეხლა ბევრი იქაჩოს რაღაცა დამთავრებული ეხლა ევროპას ომი არ უნდა კარგია რო არ უნდა. ეს რო დამთავრდება ეს ომია. ეს ამოდენა ნაომარი ხალხი, ეგრეთ წოდებული ვიეტნამის სინდრომით. ნანახი, სისხლდაცლილი, ტრამვირებული და ვიცი ეს რაც არის ძიმია იქიდან გამოსვლა და სურვილებით ცხოვრება უნდა, ფული უნდა, ამბავი უნდა და გამკეთებელია. საწავლენ და შეიარაღება. და შეერაღება რომელიც ალაგია და ამას ხალხი საწავლენ ესენი მივლენ ევროპაში. ევროპისთვის ეს არის კიდე ერთი თემა. მოკლედ, რაღაცა ვიცი, დიდი ხიფათების და დიდი აისბერგების წინაშე ვართ და ეს წერილიც რა არის, მე ესე უყურებ ამას აგულწრფელად, რომ ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, რომ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, თორე რო ვიყავით საბჭოთა კავშირში, ხო? ნუ არ ჭირდებოდა ხა ეს წერილი ერთი პოლიტბიუროში თუ გაგზავნიდე ხა, იმიტომ რომ შენ მაგივრად წყდებოდა ყველაფერი, ხო? ერთხელ ამ ხადაგ მიყვებოდა მახსოვს სარფში ფეხბურთს თამაშობდით, სარფში. ჯერ სარფში ვინ ჩაგიშვებდა მაშინ, ხო? და ბურთიო და დავარტყითო გადავარდა თურქების მხარეზეო და ნუ ახლა ვინ გადმოაგდებდა უნკაბურთს და წავიდა იქით აქეთო 9 თვის მერე. არა, იმად გადმოუვარდათ ბურთიო და მოკლედ იძახეს იმათმა უსტვინესო ბურთი გადმოგიდო, ვინ გადაუგდებდა და დიპლომატიური პოსტით გავიდა 9 თვის მერე იქიდან გამოვიდნენ ისედიო ჯარისკაცებიო გვისტვენდენო. სხვა არ გარეკესო პასილკით, თუმცა მიუვიდათ ეს ბურთი. რატო გეუბნები? მაშინ არ გვეკითხებოდა ჩვენ საგარეო პოლიტიკა. ეხლა გეკითხება, ხო, რაც ჩამოთვალეთ მარტო აქეთ ჩრდილოეთიდან საფრთხე. მაგარი საფრთხე, იქიდან საფრთხე, აქედან ფიქრი, იქიდან ყველას თავის ინტერესი. სომხეთ შემოევლე თავი და ძალიან მეყვარს, მაგრამ კი ამბობდე შენ ამერიკის მოკავშირეაო და შედიურად შემეშალა თუ არ სამხედრო არა, ჩავიდა ხო იმაზე რა ქვია. არა, იქ რო ჩავიდა ერთია. არა, სამხედრო თვნები ჩაატარა. არა, იქ ჩაატარა ირანთან ერთად ამერიკის მოკავშირეა და მოსკოვში ჩავიდა. პარტნიორი. ანუ, მაგრამ თეორიის რა არის? საკუთარი ინტერესებით მოქმედებს. გასაკურველი. თელი სოფლი ამორალური რომ მორალისგან დაცლილი კი არა პოლიტიკა. ეს არის ინტერესების სფერო და ყოველთვის ესე იყო. ესე იგი, არ მინდა ერთი ფეხი არ წაგიცდეს, რომ ილიასი არ იყოს ისე გაქთილავს, როგორც დიდოილი ლეკი დაბაცავ რა. კი ბატონო. მაინც მინდა რომ წერილს ანუ ამ წერილს თუ დაუბრუნდებით წერილს მინდა რომ დაუბრუნდე ერთი კიდე ერთი. სულ წერილზე. აი ეხლა რაც ვილაპარაკეთ, ყველა წინადადება. არა, ხო და რო არ გავსულვარ წერილს. ხო. წერილის სფერო და რო არ გავსულვარ, ამიტომ თავისუფლად მორალურად ესე ვთქვათ, გამართულმა შემიძლია კიდე ერთი კითხვა დავსვა წერილზე. რადგან არ გავცდით ამ თემას. ესე იგი, ორი კომპონენტისგან იქნება ეს კითხვა, ასეთი რომ ერთი რომ რამდენად დროული იყო, ანუ დროში რამდენად ჯდებოდა, იმიტომ რომ ვიცით რომ ეს კაცი გუშინ წავიდა საუდის არაბეთში, დღეს მე მგონი ემირატებშია, კიდე ყატარში აპირებს და გააკვრიცათ სადღაც ახსენა რომ შეიძლება თურქეთშიც ჩავიდეს. ანუ საერთოდ სხვა თემებით არის ამ წუთას დაკავებული და რამდენად დროულად გაუგზავნეთ ეს ღია წერილი, ანუ ხო არ ჯობდა რომ მე ან ცოტა მანამდე რა დავლოდებოდით რა მოხდებოდა ამ პერიოდში იქ რა გადაწყდებოდა და მე მიგვეწერა და ასე შემდეგ. ეს ერთი და მეორე. რაც კიდე უფრო საინტერესოა ჩემთვის, იმიტომ რომ ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, რომელშიც ცოტა სხვანაირად მუშაობს ეს პროცესი, ანუ ლობისტები მუშაობენ, მედია მუშაობს, რომელსაც შეიძლება ფული გადაუხადო და ეს წერილი მათმაც გამოაქვეყნონ, არა მხოლოდ შენს მედიაში იყოს გამოქვეყნებული და ასე შემდეგ. ანუ ბევრი ინსტრუმენტი შეიძლება ამას მოაწყო გარშემო, რომლითაც ამ წერილს უფრო პოპულარულს გახდი და უფრო აქტუალურად აქცევ. პოპულარულ ამერიკულ მედიაში გამოქვეყნდება და მსჯელობას დაიწყებენ იქ შენი გამოისობით, ასე ვთქვათ, შენი მეცადინეობით, შენი დამატებითი რესურსის დახარჯვით. და მე მგონი ეს არ გაკეთებულა და რატო? არა, აქტუალიზაცია ხდება თემის, ეგ არ არის ეს წერილი. აქტუალიზაცია ხდება იმდენად, რამდენადაც მე ხო არ ჯობდა, მაგაზე გაგცემ ჯერ პასუხს. მე ხო არ ჯობდა. პროცესები ეხლა მიდის. საფრთხეები ეხლა არა, მე სულ ერთ კვირას ვამბობ, იმიტომ რომ აი ეს ვიზიტი, მისი ეს ტურნე ახლო აღმოსავლური და დრო. ამ ტურნესთან დაკავშირებითაც სწორედაც დროული იყოს, იმიტომ რომ პროცესი რომ მიდის, აქ არ არის რომ შენ
იძახი რაღაცა ცუდ მდგომარეობაში ხარ, ჭაობში ხარ და იქ რაღაც აღმოხდა. ეგ არის პროცესები მიდის და არ შეიძლება საქართველოს ამ პროცესების მიღმა დატოვება, იმიტომ რომ ეს არ არის მარტო თქვათ ქართული ოცნება და ან ოპოზიცია და რამე. ეს არის ეროვნული საკითხია, თემაა თვითონ ისეთი, რომელსაც დიდმა მოთამაშეებმა ყურადღება თუ არ მიაქციეს, არ იქნება კარგი ჩვენი ქვეყნისათვის. დიდი საფრთხეების შემცველია. 2013 წელს, როცა პირველად ვიღებდით დოკუმენტს საგარეო კურსთან დაკავშირებით, მე 12 მუხლში მე მგონი 2013 წელს არის მიღებული პირველი დოკუმენტი და მე ყოველ იმაზე 4 წელი ყოველ ახალ მოწვევაზე ახალი დოკუმენტი იქნება პრიორიტეტების ძირითადი მიმართულებები ერთ-ერთ პუნქტში ეწერა გახსოვთ კიდევაც ალბათ სააკაშვილი ამბობდა რომ რაღაც სისულელეს ამბობდა რომ ეს ქართული ოცნება ამბობს რომ საქართველოს არ უნდა იყოს რუსეთსა და ამერიკას შორის დაპირისპირების საგანიო რა ეს იმ გაგებით კი არა დღის წესრიგი და უნდა მოიხსნას საქართველოს ამ ლაპარაკის დროს ეს იმ გაგებით რომ აქ მშვიდობის უნდა უნდოდეს ერთსაც და მეორესაც იგივე ჩინეთი რა პორტს რო აშენებს მარტო თავისთვის ხოლმე ჩამოიტანდა და უკან წაიღოს არა ევროპის ბაზარზე უნდა გასვლა ანუ ჩვენ ოდესაც ჩინეთი შემოყვავს როგორც ჯერ ესეთი ის რომ ეგ ტყვილი აბსოლუტურად რასაც ვილსონი ამტკიცებს რომ ჩვენ თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების კომპანიები გვერდზე გავწიეთ როგორ გავწევდით არ ყოფილა ეგეთი შემთხვევა ტყვილია სიცრუეა ეს ხო არ შემოსულა რა ნუ არ შემოსულა რა ერთი იყო დასახელებისთვის იყო შემოსული და მე გავიდა და მე კიდე შემოიტანა რაღაც რუსული კომპანია რუსული ფესვების მქონე კომპანია ხელ ეგ რატო ვახსენე ამ რეალურ სიტუაციაში თუ დიდი მოთამაშეები არ შეთანხმდებიან არ არსებობს საქართველოს და არც საქართველოს და პატარა ქვეყნები ვერ გადარჩებიან მუდმივად იქნება ეს სოფლიოში ეს ცეცხლის ალი იქნება ანთებული და შეუთანხმებლობა განაპირობებს ჩვენ მეუბნებით რომ ჩვენ მიმზიდველი ვართ ჩვენ არასდროს გვეღალატია მთავარი პრინციპებისათვის არაფერი ისეთი არ გავიკეთებია რომ თქვენ ინტერესებს უპირისპირდება და რეალურად ვართ ის მოთამაშე რომელსაც შეგვიძლია სწორედ წარმართოთ ჩვენ გვესმის რომ ანტურაჟი შექმნა ძალიან მძიმე წინა ადმინისტრაციამ და ესეც არ არის ამერიკის შეერთებული შტატები რაც არ უნდა აგინებდეს წინა ადმინისტრაციას შენს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებებს სიღრმისეულად სწავლობს. რამე ისეთი ხო არ არის რაც ამერიკას ჭირდებოდა იმ პერიოდში. ესეც ადვილი არ არის. არაფერი ადვილი არ არის. აქედან გამომდინარე შენ პროაქტიული თუ არ იქენი ისე გაქრები როგორც აი ვერც ვერ მოგიგონებს და მე აი სტუდიაში ჩვენ მოვყვებით აი ამ გაქრობის პირობის მიზეზებს არა მოვყვებით. ანუ ეს სტუდია დარჩება და ყველაფერი გაქრება. გადატიას გაძლევ რომ ეს არ მოხდეს და ამ სტუდიასაც და იმასაც ჩაკეტავენ, მაგრამ თემა არის ესეთი რომ აი შეთქვი რომ ერთი კვირით ადრე ან ერთი კვირით ეგ ცოტა ფილოსოფიური საკითხია. თავარია ჩვენ რა არა პრაქტიკული საკითხია უბრალოდ რა ამ დღეებში რამდენად ძალიან ამბავი ფილოსოფიის გარეშე პრაქტიკა არ არის. შეიძლება რომ სწორედ ახლა არის რომ შენ როდის ჩამოხვალ და როდის ეტყვი რომ აი გრიგოლ ორბელიანის ერთ სტრიქოს გაგახსენეთ 20 და ესე წავიდაო და დადგეს ერაც სხვა ერთაშორის და საქართველოს უთხრა რომ მე უკვე ქვეყანა ვარ ამ ქვეყანაში დავიზომიერად საქართველოს რო შეესაბამება ძალაც იგრძნობა იმიტომ რომ ეს ახლა ამას 20 წლის წინ ამას ვერ მიწერდი და ცალფეხზე დგომით არ არის და ვთქვა ჩვენ რაღაცნაირად იქ რაღაც ბალანსები არის, მაგრამ მეუბნება რომ მე ქვეყანა ვარ და ჩემი მომხედე აქე და რაღაცა გამithვალისწინიან რაღაცა თქვი და თუ ტყუილს არ ამბობ ამ წელს ხე მაინდა თხევანდელ სოფლიოში. ახლა ჩვენ არაფერი არ უნდა შევიჩდიოთ, არა ესე შევიჩდიოთ ახლა ერთით ვთქვა. მე რა მეინტერესებს ახლა ეს რო ვიღაცას ეთქვა არ მითხრა ხა ვინმე მიცოდიო რომ ამერიკის შეერთებული შტატები ტერიტორიულად ლაპარაკობ და აგერ ამას რომ გრენლანდია ჩემია და ჩემი იქნებაო. ხო შეიძლება დანია ნახე როგორ წარმოიდგინე ახლა დანიაში რო იყოს ხოლმე აქ ჩვენი რამოდენიმე პოლიტიკოსი წავიგე დანია როგორ შეიძლება თქვას დანიამ უნდა თქვას რომ გადაიფინოს უნდა ხო ეს ხელსაყრელი ხელზე და კი კანადაც მინდა ვამბობს ხო კანადელებმა ჩვენც უნდა ვთქვათ ახლა იმიტომ რომ ჩვენ უნდა მზად ვიყოთ ნახე რა გეტყვი რომ შეიძლება რაც ამერიკის ინტერესებში
შედიოდეს, შეიძლება თან ბოლომდე ჩვენ ინტერესებში არ შედიოდეს, იმიტომ რომ რომის იმპერატორებს ერთმანეთი მოუწამლავთ კიდეც და შეცვლილა კიდეც, მაგრამ საქართველოს ვართ. ძველად ვამბობ, ნელი რო იყო ხალხი. თვალები მაშინ საქართველოს ვართ, ინტერესები კი არ შეცვლილი. შეიძლება ესე ადვილი არ იყოს ახლა რაღაცა შტატში, შეიძლება რაღაცა სხვა ინტერესები მიაჩნდეს, მაგრამ შენ უნდა უთხრა რომ ეგრე არ არის ახლა მაგალითად ცოტას მე გავიჭირებ, მაგრამ ბევრს გავიჭირო, ცოტა შენც უნდა გაიჭირო ახლა მაგალითად, ხო? შენ უნდა, ამიტომ იქ არის შეხსენება, რაც ყველა ქართველმა უნდა ვიცოდეთ და იქაც უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ომში და ეს უნდა ამ წერილის ამბავი ესე უნდა დაიწყოს და ამ წერილის გარჩევა, რომ იმ ომში შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ ყველაზე დიდი კონტინგენტი ჩვენ ყავდა და ყველაზე ხელწერტილებში ომობდნენ და ასე რომ იყოს სამართლიანობაზე აწყობილი სოფლიო და რომელიც არ არის ინტერესებზეა თუ სამართლიანობაზე რომ იყოს გამოვიდოდა ჩვენი პარლამენტი რეზოლუციას მიიღო ბალტიისპირეთ საერთოდ თქვენი წკრუნი არ გავიგო იმიტომ რომ რაც ჩვენ დავგეღუპა იმის მიათედი არ ყოლია გაგზავნილი იმას რა ქვია ბალტიისპირეთს და თუ არა და შვენიერი საზღვარიც აქვს სამი რესპუბლიკა ერთად არიან შეკავშირებული და შეუძლიათ რომ გენერალური იერიშიც მიიტანონ ამას თავის გამარჯვება თვლიან და გარდა ამისა ბალტიისპირეთის ეგრე არის ახალგაზრდები მიდიან უკეთეს სამუშაოს ეძებენ რთული სირთულე არა მე რას ვამბობ იცი არავინ ამ თემას თავისი სახელმწიფოს წინააღმდეგ არიყენებს რა ბალტიისპირელებს აქვთ დისციპლინა ამ შემთხვევაში და გარკვეულწილად გამოცდილებაც მოსდევთ რა ძველი. იგივე კობილიუსი მაგალითად იყო საიუდისის ერთ-ერთი პრემიერ-მინისტრი იყო ლიტვაში გორბაჩოვის დაახლოებული საზოგადოება რომელიც წყვეტდა საბჭოთა კავშირში მიმდინარე პროცესებზე მუშაობდა. ეხლა ის კი არა რომ ძველად ესე იყო, ეხლა ძველად ისიც ტერორისტული ჯგუფი იყო, მაგრამ ეხლა მუდმივად ამაზე ლაპარაკია თუ რამე კონკრეტულ ფაქტს არ უდებ წინ, არ ღირს არა, მაგრამ როცა ხედავ რომ კონკრეტული გეგმა გიპირისპირდება, შენ ამ გეგმაში რაღაცა უნდა მოისაზრო, ხო? ერთ-ერთი თემა თქვენი საყვარელი საკითხი, ერთ-ერთი თემა არის ეს დღია წერილი. აქ ორი მიზანია. ერთი რომ აქტუალიზაცია მოხდეს, მეორე რომ ეს ქვემოდან კი არ გემუდარებით რომ იცით რა მოწყალება გაიღეთ. ჩვენ გეუნებით გახსენებთ იმას, რომ ჩვენ ვართ მოკავშირეები, რეალური ქვეყანა, რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიო და ისტორიის მანძილზე რაც ჩვენ მოვედით. არც ერთი ნაბიჯი საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების საწინააღმდეგოდ არც რეგიონში, არც საქართველოში არ გადაუდგავს. მეტი ყურადღება გვეკუთვნის არა მარტო ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ზოგადად კაცობრიობის ინტერესებიდან გამომდინარე და ერთ თემასაც დავამატებ რა, თუ რამე კითხვა არ გექნათ ამასთან დაკავშირებით. არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც უნდა გავითვალისწინოთ რა. ჩვენ საზოგადოებაში მაინც არა მარტო ჩვენთან ყველგან რა მაინც უყურებენ ხელისუფლებას ზოგი მხარს უჭერს ზოგი აკრიტიკებს ზოგი მოწინააღმდეგეა ზოგი ოპოზიციას უჭერს მხარს მაგრამ საქართველოში არ არსებობს ოპოზიცია გაანადგურეს ოპოზიცია და შექმნეს შეთქმულთა გუნდი ჯგუფი რევოლუციონერთა ჯგუფი რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს არც სოფლის მეურნეობის გეგმა აქვს რამე ან განათლების სისტემაზე გაგიგონიათ ვინმეს რამე ელაპარაკებს სანქციების ან ეკონომიკაზე არა ხო ეგ ერთი თემაა რომ საქართველოს ამას დაუწესეთ სანქციები და ისიც ისინი კარნახობენ ვის დაუწესო არ გიცნობენ რა მე და ეს არის თავარი პროპაგანდა ამას დაუწესეთ და ესეთი სიტუაცია შექმნეს და ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება რისგან შედგება კონკურენციისგან ხო? უნდა იყოს კონკურენცია. ეხლა კონკურენტები ხარ თქვათ შენ და ვასიკო რაღაც თემებთან დაკავშირებით. მე რაღაც ორივეს გეკამათებით. და ამაში რაღაცა იბადება ისეთი ინფორმაცია რომელსაც თქვენი მაყურებელი usmens. ხო? არც ერთი შეხვედრა ამათი არ ტარდება ისეთი, რომელსაც მაყურებელი მოусმენს და იტყვის, რომ მართლა ეხა მე აქ სოფელში ვარ,
იქნებ რაღაც ეს შეღავათი აი რომელსაც გამოვიდა სისულელე თქვეს ერთხელ რომ 1000 ლარს გადააჭარბებს პენსია. გეგონება ფულს მოჭრიან. ეს იყო და ეს. კიდე რაიმე გაგიგიათ, რაიმე თემასთან დაკავშირებით რომ ყოფილიყო პროგრამული დამოკიდებულება. ერთადერთი აი რასაც ამბობ. სანქცია, ყველაზე რბილი. რა სანქცია? ომი. პირდაპირ ომზია ლაპარაკი და არავით არის სანქცია, იმიტომ უნდათ რომ ომი გაჩაღდეს. კი, საინტერესო ამბავი ახლა დიდი სასაცილოა, მაგრამ ესა ორი კვირით ადრე დაახლოებით სანამ ჟულსონის მეგობარი აქტი გამოცხადდებოდა, აქ შიგნით ტელევიზორში ესეთია, აქ დაგვებუქრა ესეთი აქტივისტი, რომ ახლა ნახეთო საქციები იცოდა. გერგიხური მე არაფერს საიდუმლოა ჩანახრა პოპულარიზაციას ხარ გავუკეთებ ჩანაც იცოდა აბა ეხა უილსონმა რო არ მოგატყუა ესე რო გითხრა არ მიცნობს უილსონი აი არ ხოდია შეხვედრა და შევხვდები სიამოვნებით იმისი არ იყოს ახლა ხურთ რა ხარ ჩამოვა ამ დროს შეიძლება ის ვინც ეხლა აგეთ შე Facebook-ზეც მინდებს ინგლისურადაც გადავთარგმნე Twitter-ზეც დავდე რებს ლაპარაკობენ ტრამპზე ვერ გაიმეორებ რა ისეთ შეურაცხყოფას აყენებენ განა ვინმე მარიცის ეს მაგრამ დღეს ის არის საჭირო დროებით რა მოვიდეს ასანთი გაკრას აქ ცეცხლი მოუკიდოს და მე იმას რა ბედი ეწია რომ ავღანეთში რომ სანამ ტრადიციულად ვეტყვით ახლა უნდა დავასრულოთ გიორგი ხოლმე ესე რომ შენი ოპტიმისტური პროგნოზი და მანამდე ამინდა იცი გითხრა რაც რამდენიმეჯერ თქვი და აქაურებს რო გონიათ რომ ეხლა იქ ენას მივიტან და მე რაღაც დამაჯილდოებენ და შესაძლოა და პარცედას ლექსში რო არის ასე ეგონა პარცა და ჩინს მომცემდნენ ტემლაკებსაო და 1-2 პანჩური ამოწყეს და ამას როგორც კი შეასრულებენ ესედი ვის რა ჯანდაბათუნია საერთოდ და განსაკუთრებით ეს სამხედრო ექსპერტები რო ყავს ესედი ნუ ალბათ ამათ პენტაგონში დაასაქმებენ ხო ჟანგიან ტანკებზე რო ლაპარაკობენ და იმებს რომ აქედან შეუწევთ პერსპექტივაში რაიმე კეთილ განწყობა იცი და ეს ბავშვობაში პრინციპში მემახსოვს ამერიკელი ტურისტები იყვნენ ხოლმე ანუ ცხოველი ტურისტები რა თბილისის ქუჩებში საბჭოთა პერიოდზე გეუნე პატარები ვიყავით ადევნება ვიცოდით ხოლმე რა რომ უყურებთ უცხოელი მოდის ან უცხოური ფილმი იყო ტელევიზიაში ან იმაში კარი ეს დამოკიდებული პატარა ქვეყნის სინდრომი ყოველთვის სიტყვა საუცხოო გვაქვს იცი რა როცა ხო საუცხოო მოდი თან ოპტიმისტური სიტყვა და დავასრულოთ ოპტიმისტურია ყველაფერი მაგრამ ხანდახან აი რაზეც დიდხანს ფიქრობ ხოლმე მეც პატარა ბიჭი აღარა ვარ თავბერტით ახალგაზრდები მოდიან ხოდა რა ვფიქრობ ხანდახან ვფიქრობ რომ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე ვფიქრობ ოპტიმისტურად თუ რაღაც უშუალებელი გამოცდილების ხარჯზე ვამბობ რომ ოპტიმისტი ვარ ამასთან დაკავშირებით და გვავიწყდება რომ უფალი არსებობს აი ამ თემას არც ერთ პოლიტიკურ დისკუსიაში ასე ვერ გაიგონებ არც არის საჭირო მაგრამ ესე დავიტყვით რომ მაგრამ ღმერთი არ გაგწირავს კაცსა შენგან განაწირსა ეს თემა არ არის მაგრამ აი ეს რწმენა განაპირობებს ჩემ ოპტიმიზმს თუ რაღაცა პრაგმატული მსჯელობა რომელიც წიგნში წაგვიკითხავს და დღესაც უყურებთ რა მე მგონი სინთეზი იმიტომ რომ დადებითი რწმენის ადამიანები მსჯელობა არის ყოველთვის მიმართული იქითკენ რომ ხელჩამოშვებული არ იყო და აუცილებლად ისეც სიბრძნეა კი ღმერთია მაგრამ შენც ხელი უნდა გაანძრიო აი რო იხშობოდა კაცი და ხელი გაანძრიო ხო მე ვფიქრობ რომ ამას ნუ ავიგდებთ ისე რომ აი ღმერთის იმედით დაჩნენ ქართული ოცნება და აგერ პოდკასტზე მოვიდა პირველი მოადგილე პოლიტიკურ საბჭოს წევრი და ღმერთის იმედად არიან დარჩენ გასაკვირველი არანაირი ღმერთი არ დაგეხმარება თუ შენი ქვეყანა არ გიყვარს თუ ეს ხალხი უშუალებელი რაოდენობის ხალხი არ არის სწორ პოზიციაზე აი ამ საქართველოსი რომელიც დღეს არის რომელსაც დღეს ხედავთ ოპტიმისტურ განწყობაზე ვარ და ეს არ არის თქვენი გადაცემისთვის ან თქვენი მაყურებლისთვის რა თქვა მხოლოდ ოპტიმიზმით უნდა ვიყოთ ამშვალულები და შეიარაღებულები მაგრამ მუშაობა უნდა ამას ყველაფერს ისე ვისაც ღვთის იმედზე ყოფნა
მაინც და მაინც არენდობები და ერწყვინება ჩემ მოგზაურებულად თუ შევდივარ ერთ ნურც ეშმაკის იმედზე იქნება მაინც და მაინც. ხო ის იმ ისიც არ არის სანდო ნამეტარი მაგალითად იცის ხოლმე მაგალითად იცის ფეხი რომ ეშმაკის იმედად ყოფდა. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. შევხვდებით ერთმანეთს უკვე შემდეგ პოდკასტში. მადლობა კიდევ. დიდი მადლობა.